მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. კარგად მოგეხსენებათ, რომ ორი დღეა ჩვენ საუბრობთ სასამართლო სისტემაში და სასამართლოს ირგვლივ შექმნილ ძალზედ საშინელ მდგომარეობაზე, რომელიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, ხელს უშლის პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს და ფაქტობრივად სასამართლო დღეს არის უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში აი ამ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან მოწყობილი პროვოკაციების გამო. აყენებენ შეურაცხყოფას მოსამართლეებს, პროკურორებს, ადვოკატებს. ფაქტობრივად საქალაქო სასამართლო არის ქცეული რაღაცა პოლიგონად დაპირისპირებისა, რომელსაც აწყობს ეს საშინელი ძალა დასავლეთისგან მართული და ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის პარტია ნეიტრალურმა საქართველომ გააკეთა ბრიფინგი, ჩვენ რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება მისი ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარე და უნდა გითხრათ, რომ აი ეს ადმინისტრაციული სახთელები, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ აი გამკაცრებამ შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ 5,000 ლარიანი ჯარიმები ბიუჯეტსაც ავსებს და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას პრობლემას უქმნის, მაგრამ ვინაიდან ჯარიმებს იხდის ევროკავშირის გარკვეულწილად ფონდები და დასავლეთის ფონდები, ამ ადამიანებს ეს ნაკლებად აინტერესებს. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რამდენ ჯარიმას გადაიხდით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული გასამკაცრებელია ამ მიმართულებით კანონმდებლობა. ამ ჯარიმასთან ერთად მე მგონი სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც უნდა იყოს დასჯადი, მით უმეტეს ქართული ოცნების დეპუტატებმა ახლახანს ბრიფინგი რო ჩაატარეს, ჩვენ გვქონდა ის ბრიფინგი, თქვენს რომ ამ ქმედებისთვის ევროპაში ისჯება ადამიანების სისხლის სამართლის კუთხითო და თუ ევროპაში ისჯება და თუ კი ამერიკაში ისჯება, მაშინ ჩვენც ვერ გავიგე გამონაკლისი რატო უნდა დაუშვათ. მით უმეტეს აგერ ეხა დღეს გამოვიდა აი ეს ადამიანები, ვინც მარიამ ლაშქრს მიაყენეს შეურაცხყოფა და ერთი ნახეთ, ეხა საერთოდ სახთელი და სასჯელი ადამიანს ეს ტანჯვის ინსტრუმენტი კი არ არის, არამედ არის ინსტრუმენტი, რომ ადამიანი გამოსწორდეს, როდესაც მაგალითად წინასწარ დაკავების იზოლატორში იქნება, როდესაც ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ, ან შეუფარდებენ სისხლის სამართლის კუთხით პატიმრობას, ეს არის დამაფიქრებელი და არა წამების ინსტრუმენტი და ადამიანის დაჯისმე, ეს არის უბრალოდ გამოსასწორებელი. ერთი ნახეთ, ეხლა ამა თუ ეთყობა რამე გამოსწორების, ნახეთ როგორ აღტკინებულები და როგორ ესე იგი იგივე პათოსზე არიან, როდესაც დატოვეს 2 წამია ეს დაკავების იზოლატორი. იყვის წინასწარი მოთავსების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა კიდევ ერთმა სტუდენტმა და 20 წლის გოგონამ თათია აფრიამაშვილმა, რომელმაც 12 დღე დაყო უფანჯრო იზოლატორში, საკანში. 12 დღის განმავლობაში ის ყოველდღიურად უთვლიდა მოკითხვას მარიამ ლაშქრს და ტრადიცია არ დაურღვევია, მან იზოლატორის დატოვების შემდეგაც დღეს მოიკითხა იღვის მთავარი სამმართველოდან მარიამ ლაშქრი. გზავნილი არის ესეთი, რომ 12 დღე 20 წლის გოგონა 12 დღემ ვერ გატეხა, შესაბამისად მისი გზავნილი არის ის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, რომ ორმაგად და სამაგად ის ბრძოლის განწყობაზეა. მას დახვდნენ ოჯახის წევრები, თანამოაზრეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, მათ შორის ლიკა ლორთქიფანიძეც, რომელმაც ასევე ზაჰეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორი 12 დღიანი ტყვეობის შემდეგ რამდენიმე წუთის წინ დღეს დატოვა სწორედ. მარიამ ლაშქრს მინდა მარტო ერთი რაღაც ვუთხრა. მარიამ არ არის იქ ძალიან ცუდი პირობები და შენც არ გაგიჭირდება დარწმუნებული ვარ. ალბი კორძაი არჩება აქვე დიღმის იზოლატორში, ბექა პაპაშვილი არის იგივე მუხლით კიდევ დაკავებული, ეს არის საჩვენებლად დასჯილი ადამიანები, უბრალოდ რომ თუ თქვენ გამოხატავთ თქვენს აზრს, თუ თქვენ გამოხატავთ თქვენს პოზიციას, ჩვენ 12 დღით ან უფრო მეტით გამოგკეტავთ ციხეში, მაგრამ 100% იყოს ყველა დარწმუნებული, რომ არის 12 დღე და არც 30 დღე და არც 45 დღე არ გაგვაჩერებთ და რა თქმა უნდა, სადაც დავინახავთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს. ჩვენ იზოლატორში შედარებით ცოტა რთული პირობებია, იმიტომ რომ ფანჯრის საკითხი არის ცოტა პრობლემური, ბანაობაზე წყალი გრაფიკით გვაქვს აგვითხრეს, ხო? მოპყრობასთან დაკავშირებით ცუდი არაფერი არ მომხდარა, პირიქით ყველანაირად ადამიანურად, მეგობრულად 12 დღე, 19 და ესე იგი, არ ვიცი, აი რამე ეთყობა ამათ რომ რაღაცა შეიცვალა ამათი აზროვნება, თითქოს ესე იგი რაღაცა გმირობა ჩაიდინეს, დახვდნენ როგორც გმირებს, ბუშტებითა და რაღაცა შეძახილებით
და კიდე ესე იგი აპირებს მარიამ ლაშიშვილის პრობლემების შექმნას. მე კიდევ იგივეს გავაკეთებო ფაქტობრივად, აი ამას აცხადებს ეს ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები თან ეხა მივდივარ აქციაზეო კიდე თქვა და კიდევ იგივე პათოსით უნდა ვიმოქმედო, ამ ადამიანებისთვის ადმინისტრაციული სახთელი ეს არის არაპროპორციული სასჯელი, იმიტომ რომ აქ უნდა იყოს გათვალისწინებული უფრო მკაცრი სახთელები, მით უმეტეს რომ ხედავთ აგერ რა ხდება საქალაქო სასამართლოში. ჩვენ ვიცით რომ აი ამ ამაღლობელი იქნა დაპატიმრებული იმის გამო რომ სახეში გაარტყა პოლიციას. მე მაინტერესებს აი იგივე ქმედება ჩაიდინა აგერ მანდატურის მიმართ, აი ვიღაც აქტივისტმა. რატო არ არის ეს ადამიანი დაპატიმრებული რა მანდატურისთვის შეიძლება დარტყმა სახეში. ნახეთ აი როგორ იქცევიან. ესე იგი, არ ვიცი და ესენი არიან თურმე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები. თქვენ წარმოგიდგენიათ ეხა სააკაშვილის დროს, რომ ვინმეს ეგეთი რაღაცა გაებედა, რომ ვინმეს დაერტყა მანდატურისთვის პოლიციელისთვის. და ეხა ამათთვის ადრენალინივით არის ეს რაღაცა 12 დღიანი საკანი. იქ ეხლა რაღაცა ერთობიან და გამოდიან აქა და მე რაღაცა გმირის მანტიას ირგებენ, ხვდებით? ეს არის კატასტროფა, მეგობრებო, ეს არის საშინელება და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გარკვეული გამკაცრება არის კანონმდებლობის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 5000 ლარ ჯარიმას ესენი კი არ იხდიან, თორე ესენი რომ იხდიდნენ, მაშინ სხვანაირად იმოქმედებენ, ბანკიდან სესხის აღება მოუწევდათ, რაღაცა პრობლემები შეექმნებოდათ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ თანხებს იხდია დასავლური ფონდები. როგორც გითხარით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ და აი ამ ბრიფინგს შემოგთავაზებ, შემდგომ უკვე ჩვენ სტუმარი გვეყოლება ჩართვით. ერთიანი ნეიტრალური საქართველო ხელისუფლებას მიმართავს უზრუნველ ყონწეს რიგი სასამართლო პროცესებზე. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების განცხადებით, რადიკალების დესტრუქციულ მოქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლოში გადაინაცვლა. ორგანიზაციის წევრების თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ ერიდება მოსამართლეების, პროკურორების მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც. საკითხს გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. უკვე თვეებია პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები. კოლექტიური ნაცმოძრაობის აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი. რაც საერთო ჯამში სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ელჩების, საელჩოს თანამშრომლების პირდაპირ და უშუალო ჩარევაზე სასამართლო პროცესებში, თავხედობაზე პირდაპირ, კრიმინალის ხელშეწყობაზე მათი მხრიდან. ნაცაქტივისტების ქმედება არის ჩემის აზრით დანაშაულებრივი და შეურაცხყოფელი საქართველოს სასამართლოსთვის და ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც დაიცავს მოსამართლეს, თუნდაც იმიტომ, რომ მან იგრძნოს დამოუკიდებლობა და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. რასაც ხედავთ ყოველდღიურად ამის სასამართლოში, ეს არის ისტერია, ძალადობა, მათ შორის გუშინ კადრები ვიხილეთ, როდესაც მანდატურზე პირდაპირ ძალადობდა ერთ-ერთი ქალი აქტივისტი, არანაირად არ ესაქმება ამ ყველაფერს სასამართლოს დარბაზებში. შეუძლებელია, რომ ჩვენ მივცეთ შესაძლებლობა ექსტრემისტებს, რომ არიოს ქართულ მართლმსაჯულების კედლებში სიტუაცია. კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ეს ექსტრემიზმი და ისტერია დაფინანსებული და წახალისებულია გარედან. ხმამაღლად მოსაუბრე ზოგიერთი ევროპელი ელჩი გაჩუმებული არის, ამით ახალისებენ ზუსტად ამ ქცევას. არათუ ახალისებენ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ აგერ ამაღლობელის პროცესებზე დადის გერმანიის ელჩი, დადის ასევე საფრანგეთის ელჩი და ფაქტობრივად ეუნება ამ ახალგაზრდებს. მიდი გაარტყით ცილა აი ამ იმას, რა ქვია, პოლიციელებს, პროკურორებს და თქვენც ასევე გმირებად გამოგაცხადებთ. და ახლახანს აგერ გავცელდა ინფორმაცია, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი იწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაზე. ასევე დიდი ბრიტანეთი წყვეტს გრანტებისთვის ასევე
საგრანტო დაფინანსებას ორგანიზაციებისთვის. ანუ ესე იგი ყოველ მხრივ ზღუდავენ, ყოველ მხრივ შეტევაზე გადმოდიან, დესტრუქციებს უწყობენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არღვევენ და მე მგონი აქ კანონმდებლობაა გასამკაცრებელი, იმიტომ რომ ესენი ამათთან ეხლა ლაპარაკი ეგ იგივეა მგლისთავზე სახარების კითხვა, იმიტომ რომ ამათთან არაფერი არ ჭრის, იმიტომ რომ შიში შეექვს სიყვარულსაო, ამათ უნდა ელაპარაკო ძალისმიერი მეთოდებით, იმიტომ რომ სხვანაირად გამორიცხულია, ჩვენ აგერ უკვე 13 წელია ველაპარაკებით, აბა თქვენი ჭირი მე თქვენ გენაცვალეთ და თავზე გადავიდნენ. აი ხა ამ საკითხებზე გვეყოლება სტუმარი, ჩვენ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარე ქალბატონი ნანა კაკაბაძე, როგორც გითხარით, მოგესალმებით ქალბატონო ნანა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. ქალბატონო ნანა, აი თქვენს ბრიფინგი ჩვენ ახლა გავაშუქეთ და ჩვენს ამ თემებზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ უკვე ჩვენს ეთერებში და აი თქვენი აზრით როგორ უნდა გადაწყდეს ის პრობლემა რომელიც არის შექმნილი, იმიტომ რომ აუტანელი სიტუაცია ხა დღესაც მე პროცესი მქონდა საქალაქო სასამართლოში და ესე იგი ეს რადიკალური ჯგუფები არიან იქ შეკრებილები, შეურაცხყოფას აყენებენ პროკურორებს, მოსამართლეებს, აგერ ნიკამელიამ, აგერ მოსამართლეებს ბოთლი ესროლა წყლიცავზე, ყოველდღე ხდება ასეთი რაღაცა. დაცვით გადაადგილდება პოლიცია და პროკურორები იმაში, რა ქვია, სასამართლოში. ამნაირი რამე რომ სააკაშვილისთვის ვინმეს გაებედა, სააკაშვილის წარმომადგენლებისთვის, იქ მოსამართლეებისთვის გადაასახლებდნენ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ აი ეს საშინელება აღმოიფხვრას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. იცით რა არის, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის გამკაცრება რაიმეს შეცვლის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, მკაცრი კანონმდებლობებიც არსებობს ქვეყანაში, მაგალითად კვლელობებზე, ყაჩაღობებზე და ასე შემდეგ, მაგრამ დაქირავებული ქილერები, რომელსაც ფულს უხდიან, ისინი ციხეშიც მიდიან და იციან რომ თუ დაიჭირეს ამისთვის მაქსიმალური სასჯელები, მაგრამ როდესაც მათ ქირაობენ, როგორც ქილერს, ისინი ამ დავალებას ასრულებენ ფულის გულისთვის. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს ხალხი ამას რატომ აკეთებს. რომ ამას აკეთებს იმისათვის, რომ შინაგანი მრწამსი აქვს ასეთი, თუ ის არის დაქირავებული. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ამ პროცესებში ყავთ ჩართული, არის დაქირავებული. ნუ არიან რა თქმა უნდა გაბრიყვებულებიც, ესე ვთქვათ, პიარის მსხვერპლებიც, მაგრამ ძირითადად ესეთი თავგამოდებულები მაინც არიან დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან. ანუ მთავარი ის არის, რომ ჩვენ მთავარი სათავე უნდა მასა ვქნათ, მოусპოთ და გავანადგუროთ, რომ ეს საქართველოში აღარ იყოს ის შემთხვევები, რომ ვიღაცა გარედან, სხვა ქვეყნიდან ქირაობდეს აქ ადამიანებს იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოშალოს, ხელისუფლება დაამხოს, სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს, ქუჩებში ხანძრები აჩინოს, ანუ ესე იგი წარწერები აკეთოს შეურაცხყოფელი, მათ შორის ისტორიულ შენობებზე, ქვის შენობებზე, რომელიდანაც ფაქტიურად ის ვეღარც იწმინდება. ეს ამას ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ერთის მხრივ შექმნან განცდა, რომ ეს ხელისუფლება არის უსუსური და ისინი ვერაფერს ვერ ახერხებენ და მეორეს მხრივ ის, რომ მათი დამქირავებლები, ვისაც ეს ხალხი ყავს დაქირავებული, ისინი სწორედ ამაში უხდიან ფულს. ჩვენ არ შეგვიძლია კანონმდებლობა მივიღოთ იმისათვის, რომ იმ ხალხმა როგორღაც ეს არაოფიციალური ესე იგი ქილერობა თუ დაქირავება ამ ადამიანებისა შეწყვიტოს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ გლობალურად უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას. დღეს მე გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც ვსაუბრობ იქ გლობალიზაციაზე და გლობალისტებზე, რომელსაც საქართველოში ხან Deep State-ს ეძახიან, ხან ომის პარტიას, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა ივართებოდეს კორპორაციული მმართველობებით და არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებებით. აი ეს უნდა გავიცნობიეროთ, ეს უნდა გავაგებინოთ ხალხს, რა საფრთხის შემცველია და ის რომ დღეს ეს ადამიანები, ეს დაქირავებული ადამიანები, რომლებიც სასამართლოში მოსამართლეებს ფაქტიურად არ აძლევენ საშუალებას სასამართლო პროცესების წარმართვის,
ან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების ზეწოლის გარეშე, იმიტომ რომ ისინი სხვა ადამიანები არიან და ბულინგის მსხვერპლები და ბულინგს ზოგადად რომ მთელი საზოგადოება მთელ მსოფლიოში ექვემდებარება, ეს არის აპრობირებული და ამიტომაც იყენებენ ეს ადამიანები. ანუ ჩვენ ვღებულობთ როგორ სასამართლოებს, რადგან სასამართლოებზე ვლაპარაკობთ, სადაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება საფრთხის ქვეშ არის, იმიტომ რომ მოსამართლეები არიან ბულინგის ქვეშ. ანუ ჩვენი პრობლემა ჩვენ სათავეში უნდა ვებრძოლოთ. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს აი ამ რასაც ხელისუფლება deep state-ს ეძახის და მე გლობალისტებს ვეძახი მათ. აი ამ გლობალისტების წინააღმდეგ, რომელთაც უნდათ ერთგვაროვანი სამყარო შექმნა, რადგან ერთგვაროვანი საზოგადოება მარტივად სამართავია, ერთი სარწმუნოება, არა განსხვავებული აზრი, არა განსხვავებული პოზიციები. ვინაიდან განსხვავებული აზრის, განსხვავებული რელიგიის და მრწამსის შემთხვევაში საზოგადოების მართვა არის ფაქტიურად შეუძლებელი. აი ამ პროცესებს უნდა ვებრძოლოთ, ამ მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე ის იმას, რასაც თქვა დღეს ტრამპმა გამოუცხადა, ხო, ბრძოლა ხედავთ რა დღეში აყენებენ ამერიკის პრეზიდენტს, წარმოიდგინეთ ჩვენ რა დღეში ჩაგვაყენებენ, ხო? ეხა იცით ქალბატონო, მე გეთანხმები თქვენ მარტო მოსამართლეებს კი არ აგდებენ ასე, ყველას აგდებენ ასე დღეში ადვოკატებს, პროკურორებს, ბატონო, გეთანხმები. პროკურორებს, პოლიციის გამომძიებლებს, ეხა პოლიცია რო დაცვით გადაადგილდება, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი. მაგრამ აი ხა მე გეთანხმებ, რო გადაჭრის გეგმა რა არის, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ თუ ეხა ამერიკას უყურეთ, ამ ტრამპმა ისი არის იქ deep state-ი, აი ფეს გამდგარი, ტრამპმა შეიძლება ის ვერ გადაჭრას იქ პრობლემა, იმიტომ რომ პირველ საპრეზიდენტო მმართველობაში მან ვერაფერი ვერ გააკეთა. იყო დაპირებები, იყო ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ვერაფერი ვერ გააკეთა. აი ერთი პრობლემაც კი ვერ გადაწყვიტა. ეხლაც არის უამრავი ესეთი აი კი ერკინება, აქვს დიდი სურვილი, მაგრამ ეგ როგორ დამთავრდება? კაციშვილმა არის ის, კი გატარდა ზომები. აი ჩვენ რა უნდა ვქნათ? აი თქვენ ახსენეთ რომ გეთანხმებით რომ ესენი ფინანსდებიან, ესენი მართულები არიან. აი რა უნდა გავაკეთოთ ეს ფონდები, ანუ ეხა ეს კარგია რომ აგენტების კანონი ამოქმედა, მაგრამ აი რა გადაჭრის გეგმებია რომ აი ეს სიტუაცია აღმოიფრას. აი რა უნდა გავაკეთოთ თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ ლოკალურად ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ჩვენ მარტო ქვეყნის შიგნით ამ პრობლემის მოგვარება ფაქტიურად წარმოუდგენელია. ჩვენ უნდა ვეძებოთ პარტნიორი ქვეყნები მთელს მსოფლიოში, ევროპაშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, უყველგან, სადაც კი პარტნიორი შეიძლება იყოს, რომ რაც შეიძლება ძლიერი იყოს ის ძალა, რომელიც დაუპირისპირდება ასეთ ძლიერ დესტრუქციულ ძალას, რომელსაც გლობალისტები ქვია და რომელსაც ეს კორპორაციული მმართველობები უნდათ, ხო? აი ამიტომ ჩვენ უნდა პარტნიორები ვეძებოთ ქვეყნებში და უკვე არა ვთქვათ ადამიანებში მხოლოდ. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით ადამიანებშიც და პიროვნებებშიც უნდა ვეძებოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარტნიორები გავერთიანდეთ აი ამ ესე ვთქვათ ანტიცივილიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც დღეს გლობალისტები გთავაზობენ და თავს გვახვევენ. და აი ესეთ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ამათთან კოორდინირებული მოქმედებებით არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარება და დამარცხება. ხო ხედავთ, მარტო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც კი ვერ უმკლავდება ასეთ პრობლემას და მე ყოველდღე უყურებ ტრამპს და მეშინია რომ ისიც არ ბოლოს და ბოლოს არ იფიქროს, არ გაწყდეს ეს ადამიანი და არ იფიქროს რომ სადაც არ ასჯობს, გაცილასჯობსო და არ ესე ვთქვათ დაყვეს ამის ნებას. და თვითონაც არ ჩაჯდეს ამ თამაში. ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი და მაშინ როდესაც იგივე აი ამ გლობალისტების წარმომადგენლები აქ ჩვენ გვიკრძალავენ სხვადასხვა მოტივებით და სხვადასხვა საფუძვლებით რაღაც გარკვეულ ქვეყნებთან ურთიერთობას დაწყებული ჩინეთიდან გაგრძელებული რუსეთით და რა ვიცი, როცა გვეუბნებიან რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა თურმე არის მიუღებელი და არის ესე ვთქვათ სირცხვილი, ჩვენ სწორედ მანდ უნდა ვეძებოთ სათავეები, რომ ესენი გვეუბნებიან იმას, რისიც ეშინიათ. ჩვენ გვაძლევენ ისეთ მითითებებს, რისიც თვითონ ეშინიათ, რომ ჩვენ ის არ გავაკეთოთ და ამაზე თავიანთი ტელევიზიები თქმიან ისეთ პიარს, რომ ესე იგი შეუძლებელს ხდიან
უკვე შინაგანად ადამიანებისთვის შეუძლებელს ხდიან თანამშრომლობას ერთნაირად მოაზროვნეს საზოგადოებასთან. არა და სხვანაირად ეს ერთეულებით ეს არ გაკეთდება. ეს არის ერთნაირად მოაზროვნე, მოფიქრალი საზოგადოებები, ქვეყნები, ხელისუფლებები უნდა გააერთიანდნენ ამ პრობლემის წინააღმდეგ და მხოლოდ ასე ეშველება. კი, რაღაცა კანონების გამკაცრება რაღაც ნაბიჯი არის, მაგრამ აგერ მივიღეთ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, მაგრამ შეცვალა ამან რაიმე სიტუაცია, ვერ შეცვალა და ვერ შეცვლის, იმიტომ რომ ფული ქტამიო ჯოჯოხეთს ანათებსო და იქ ამ ყველაფრის უკან იმოდენად ფული დევს, იმოდენად ქტამი დევს, რომ იმის გადაწოდვა რაღაცა კანონით შეუძლებელია. კიდევ ვიმეორებ, ყველა კილერმა იცის, რომ კოლეგობისთვის არსებობს უმკაცრესი სასჯელები ყველა ქვეყანაში, მაგრამ კილერები ყველა ქვეყანაში არსებობენ და მათი დაქირავება ყველა ქვეყანაში არის შესაძლებელი. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ფული ყველაფერს აკეთებს. გასაგებია, მაგრამ ეხლა მე გეთანხმებით, მაგრამ იცით რა შეა საქმე? ეხლა მაშინ იცით რა ვქნათ? მაშინ ჩვენ თუ ეხლა მე იაკობ კედვი მყავდა ის ებრაელი პოლიტოლოგის ეთერში და მან ისაუბრა ამ თემებზე ჩვენ გავიარეთ და იცით რა არავის არ სოფლიოში არ უყვარს სუსტ ქვეყანასთან ურთიერთობის ქონა. შენი უნდა გააკეთო. ეხლა ჩვენ იცით რა ჩვენი გასაკეთე. ეხლა მე ჩვენ რო ვამბობთ რომ კანონის გამკაცრება არ გადაჭრის ამ პრობლემას, ეხლა შეიძლება მთლიანად ვერ გადაჭრას, მაგრამ წინ წაგწევს, იმიტომ რომ ეხლა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი უფრო დაცულია ამ ქვეყანაში, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ვინმე რომ მიაძახოს ქუჩაში, მაგალითად აი პიდარასტო, ხო? იმ წუთასვე ციხეში გაუშვებენ. და ესეთი რამეები, ეხლა არც ყოფილა საქართველოს სექსუალური უმცირესობებს არასდროს არ ჩაგრავდნენ, მაგრამ გაამკაცრეს კანონმდებლობა ამ მიმართულებით, აი ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის დღეს ეხა ნორმად იქცა, რომ ადამიანებს მიუვარდები, იქ ეხა ამ ტელეფონის საშუალებით რუსო, ისა, დეპუტატებს უვარდებიან, მინისტრებს უვარდებიან, ბავშვებთან იმაში. აგერ ეხლა დაიჭირეს ხო ეს ქალბატონი, გამოვიდა დღეს, მე კიდე გავაკეთებ ამასო და თან მოკითხვას უთulis იმ მარიამ ლას. ეხლა ეს რო ციხეში წასულიყო და არა ადმინისტრაციული წესით, ხვალ და ზეგ ეხლა სხვები უფრო ნაკლებად გააკეთებდნენ ამას, იმიტომ რომ საპატიმრო სასჯელი გაცილებით უფრო ეხლა როიცი ადამიანმა, ეხლა იმ აქტივისტმა როიცი რომ შენ ეხლა ამ ქმედების გამო რომ ვიღაცას მიაძახებ, ციხეში წახვალ აღარ გააკეთებ ამას და 12 დღიანი ამათვის პატიმრობა ადრენალინი არის. ამიტომ მე ვფიქრობ, ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ პატიმრობა ნამდვილად არ შეცვლის აქ სიტუაცია. შეცვლის, იმიტომ რომ ეს შეეშინდებათ იმისი, რომ მე ამ ქმედების გამო შეიძლება ციხეში წავიდე. და ციხეში წასასვლელები არიან, იმიტომ ჯოჯოხეთს უწყობენ ქვეყანას ესენი. როგორ შეიძლება ეხლა ადამიანი მიდის ბავშვებთან ერთად, შეიძლება ის ბავშვები საერთოდ ისე დაისტრესონ, იმ მარიამ ლაშხიშვილები, იგივე თეა წულუკიანის შვილები, იგივე ეხლა მარტო ამ ხელისუფლებაზეც არ მინდა, იცი რა, ხელისუფლება მიიღო კანონმდებლობა, რომ აი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართო და უბრალო ადამიანებმა რა დავაშავეთ ჩვენ, ვერ გავიგე რომ ვიღაცა მაგალითად მოგაძახებს რაღაცას ნაძირალა და ან ტელეფონით, ეხლა უკვე შემოვიდა ესეთი ტენდენცია, მე ვიცავ ადამიანს ერთპიროვნებას, თანამშრომელი შეუვარდა პროვოკაცია მოუწყო, აი ესე ტელეფონით მიუვარდა, შეურატო და კაცი მისცეს პასუხისგებაში იმის გამო, რომ ტელეფონის წართმევას ცდილობდა, გესმით? რომ საიდუმლო მასალები არ გადაემღო აი ამ ქალბატონს, ამის გამო კაცი მისცეს პასუხისგებაში. ანუ ადამიანი დაუცველი ხარ და მე ვფიქრობ ქალბატონო ნანა, რომ ეხა ეს 5000 ლარიანი ჯარიმები, ეხა არ არის სწორი რომ არ არის ეფექტური. ბიუჯეტი ივსება ბოლო-ბოლო. დავტოვოთ ეს 5000 ლარიანი ჯარიმაც, დაუმატოთ სისხლის სამართლის, ესე იგი კანონმდებლობაში გადაყვანა 2 წელი, 3 წელი და მე ერთი ვნახოთ ვინვის მიაძახებს. აბა ვნახოთ ერთი რო ეწოდინება ადამიანს რომ აი ამ მოძახების გამო 3 წელი ციხეში უნდა გაატაროს, დამერწმუნეთ რომ უკვე ნაკლებად ეკნება სურვილი რომ აი ეს გარახორციელოს და 12 დღე ამათვის არის ადრენალინი, კიდე ერთხელ ვიძახი. იცით რა, მე იმას კი არ გეუბნებით რომ კანონმა არ უნდა დაიცვას ადამიანი, რა თქმა უნდა. არა, არის დღეს არ ითვალისწინებს ამას, გესმით, იმიტომ მაგრამ არ არის მეთქი გამოსავალი, გამკაცრება, იმიტომ რომ რატო არ არის თუ ეს შეეშინდება და აღარ გააკეთებენ. გიპასუხებთ, რატომ არ არის? მსოფლიო კვლევებმა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებმა დადეს შედეგი, რომ დახვრეტა სადაც არის, დახვრეტის განაჩენები, იქ დანაშაულის კლება კი არ არის, პირიქით არის. ანუ უკაცრესი სასჯელიც კი არ განაპირობებს დანაშაულის კლებას.
თუ დამნაშავე არის, ესენი მით უმეტეს განამარტო დამნაშავეები არიან. ესენი დაინტერესებული პირები არიან ფულით. მათ დაინტერესება რა უნდა მიუსაჯო შენ თუ მილიონს მისცემს ვიღაცა თავის აქციაში რა უნდა მიუსაჯო შენ რომ იმის გულისთვის ის ციხეში არ წავიდეს. ამიტომ მე მაგას გეუბნებით რომ პრობლემა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ის რომ პარლამენტმა დაარტყას ჩაქუჩი იქ და კანონი მიიღოს. კიდე გიმეორებთ მიიღეს კანონი ხო გამჭირვალეობის შესახებ და რა შეიცვალა ქვეყანაში. აღარ აკეთებენ იგივეს, არა სხვა მხრიდან იღებენ დაფინანსებას და ის რო ის შეიცვალა. ეხლა თუ სხვა მხრიდან იღებენ დაფინანსებას უკვე ხო იღებენ დაფინანსებას მაგაშია საქმე რომ ლეგალურად და არალეგალურად ღებულობენ დაფინანსებებს და ეს უნდა გადაიკეტოს, ეს უნდა გაჩერდეს. იმათ ვისაც ამისი საშუალება აქვს რომ ესენი არალეგალურად დაფინანსოს, იმათ უნდა გადაეკეტოს ამისი გზები და ეს მე არ ვიძახი იმას რომ აი ამ კანონის გამკაცრებით ერთი მოსმით აღმოიფრა პრობლემა, მაგრამ ეხლა კი ეძახიან დიქტატორულ ქვეყნებს ამ ბელორუსს რუსეთს, თურქეთსაც, მაგრამ აზერბაიჯანსაც, მაგრამ ვერც აზერბაიჯანში, ვერც თურქეთში, ვერც რუსეთში, ვერც ბელორუსში ვერ მოიქცევა ვერავინ ისე როგორც იქცევიან ეს ბოდიში და პროვოკატორები. ვერავინ ვერ მოიქცევა, იმიტომ რომ იქ კანონი კანონობს. ეხლა ამერიკაში ბოდიში და რაიონებია და პოლიცია ვერ შედის საერთოდ და ნახეთ აგერ რა ხდება ლოს-ანჯელესში, ხო? ეს ეხლა ბოდიში და მაგათი დემოკრატია ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები. და მე მინდა ისეთი დემოკრატია, როგორიც არის მაგალითად აი ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მეზობელ ქვეყნებშიც ეხლა იგივე ეხლა თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა მაგალითად იგივე აზერბაიჯანში ეხლა ვერავინ ვერ გაბედავს ამას ვერ გაბედავს ასევე რუსეთში ვერ გაბედავს ეხლა რუსეთი ახსენეთ თქვენ და ეხლა ჩვენ აი არ ვიცი ეხლა მე ვფიქრობ რომ მოდი ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ გეთახმებით გლობალური პრობლემაა ამას მარტო ჩვენ ვერ მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და ის ორგანი აი ეს ტელევიზიები ეს ტელებორდელები გავაუქმოთ აჯანყებების მოწოდებები ისმის უკვე კაცო იმ დღეს ჟურნალისტი არ მინდა ხა გვარსახელის დასახელება პირდაპირ ეთერში ეუნება პოლიტიკოს უნდა აჯანყდეთო და ეს ვერ გავიგე ის მათიაშვილი ერთი რაღაცის გამო დაიჭირეს გამაგდით ბიჭებო და არ მოვიდა დრო ეს ტელებორდელები დაიხუროს მე მაგაში არ გეწინააღმდეგებით რომ ყველანაირი საინფორმაციო საშუალება რომელიც ომისკენ და პროვოკაციებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას მათ უნდა რეგულაციებით უნდა ისინი უნდა იყვნენ გაუნებელყოფილი მაგაზე არ ვდაობ მაგრამ მე გეუბნებით რომ ერთს ჩააქრობ მეორე აინთება მეორე ჩააქრობ მეათენით სხვა საშუალებას გამონახავენ იმიტომ რომ უკან დგას უზარმაზარი ძალა ეს არის პრობლემა დღეს თორე ის ძალა რო არ იყოს თქვენ როგორ ფიქრობთ რომელიმე ტელევიზია მაგ რამეს გაბედავდა ან თქვენ როგორ ფიქრობთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იმას გაბედავდა რასაც ბედავს თუ ოპოზიცია გაბედავდა იმას რასაც ბედავს ოპოზიცია მის რო იცის რომ ხვალ დღეს რო დაიჭერენ ხვალ იმას გამოვხმოთ მე აუგზავნოთ საქმიანობა ამ ორგანიზაციებს ამ ტელევიზიებს დავიჭიროთ ეხა იცი რა ამას ვიღაცა შეიძლება ეძახის რეპრესიას ნუ ახლა დაიჭიროთ ის ხო არ არის მაგა არა დასაჭერები არიან და რატო არ უნდა დავიჭიროთ ეგ არ არის გამოსავალი არის არა ბევრიც არ არიან ქალბატონო ნანა ბევრიც არ არიან ერთი მუჭა ნაძირლები არიან ერთი მუჭა ნაძირლები რო დაიჭირო არ არიან ერთი მუჭა რატო არიან ერთი მუჭა აგერ რა რუსთაველზე დაბოდიალობენ ერთი მუჭა ნაძირლებია იმიტომ რომ ისინი ქუჩაში დაბოდიალობენ ერთი მუჭა თორე იმათი მხარდამჭერები რამდენი არიან იმათი წამქესებლები და დამფინანსებლები რამდენი არიან იმათი გამქესებლები რამდენი არიან ის ნახეთ თქვენ ისინი ისე მოქმედებენ რომ ამ ფორმით არა იმ ფორმით ამოგაყირავებენ იმ ფორმით არა იმის იმ ფორმით ამოგაყირავებენ თავარ ის არის რომ აქ არსებობს საშუალება იმისა არსებობს წყარო იმისა რომ შენ ქვეყანაში მუდმივად იყო გადატრიალების აფრთხის ქვეშ თქვენ აზერბაიჯანი ახსენეთ გონი მოლდოვა და თუ რა ქვეყნები ჩამოთვალეთ სად არ იყო მცდელობები ხელისუფლების გადატრიალების რომელ ქვეყანაში არ იყო და რამდენი ფული იხარჯება მაგაში რომ ესე იგი ქვეყანა დაიცვა იმისგან რა ქვია რევოლუციებისგან და გადატრიალებებისგან ფერადოვანი რევოლუციები სად არ იყო დაგეგმილი ერთი მითხარით არა მე მოქმედებენ წესიერად გაკეთდა და ის რაც უკრაინაში და ასე შემდეგ და კიდე სადაც არ უნდა გაკეთებულიყო. ამის დაფინანსებლები არსებობენ და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი. იმ დაფინანსებლებს თუ არ მოევლოთ და
ისინი თუ არ მაგაზე ვინ დაობს, მაგრამ მოდი ჩვენი ეხლა აზერბაიჯანი მაგალითად ილუზიას მუშაობთ საზოგადოებას რომ კანონი გამკაცრდება და გვეშველება. ხალხი გქონდა რომ NGO არა, ბოდიში ქალბატონო ნანა, ეხლა იცით რა. გამჭირვალეობას მივიღებთ ფარას და გვეშველება. მივიღებთ ფარა, მაგრამ არ გვეშველება. არა, იცით რაშია, ფარა იმიტომ არ გვეშველება, რომ სხვა მხრიდან იღებენ დაფინანსებას. ეხლა იცით რა, რო იცის ადამიანმა, მე ვარ ადვოკატი, მე ვარ იური, მე ეხლა კლიენტს რო იცის ადამიანმა, აი მაგალითად იმ მათიკაშვილს რო შეურაცხყოფა მიაყენეს, წულუკიანს რო შეურაცხყოფა, უბრალო ადამიანებს რო მიაყენეს შეურაცხყოფა, ეხლა მარტო პოლიტიკოსებს აყენებენ, კაცო, უბრალო მოკვდავებსაც რომ იცის ადამიანმა რომ ამის გამო ციხეში წავა არ გააკეთებს დამერწმუნეთ ამას, არ გააკეთებს, იმიტომ რომ ასეთი რამე მსოფლიოში რას ფიქრობთ, რამდენით წავა ციხეში? სამუდამო პატრონი. ვიღაცა სულელმა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ რო იქნება პროპაგანდა, კანონი, რო წავა ამაზე ტელევიზორში პროპაგანდა, რომ ამი ქმედების გამო ადამიანი წავა ციხეში, აღარ გააკეთებენ. ეხლა იცით რა არის ბოდიში და ხალხი ვეღარ ჩამოდის, ტურისტები უკვე, იმიტომ რომ აგერ ეხლა პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, ეხლა იტალიიდან და საფრანგეთიდან აკარჩავა. იმიტომ რომ ეშინიათ იმისი რომ აი რუსი ისა რა ქვია რუსო ეძახიან იქ რაღაცა შეურაცხყოფას აყენებენ რო ეცოდინება ადამიანს რომ ამის გამო დაიჯება აღარ გააკეთებს ამაზე მაქვს საუბარი რატო არ შეიძლება მივიღოთ ესეთი კანონმდებლობა არ გააკეთებს მე არ ვჯერა რომ არ გააკეთებს იმიტომ რომ მე ვიცი რომ ამის უკან იმოდენა ფული დევს რომ გააკეთებს კი ბატონო ფულს მიცემენ მაგრამ ციხეში წავიდეს და იყოს ის ფულიც გადაიქცევა ერთი წელი ციხეში წასვლას მილიონს თუ გადაუხდიან, რატო არ წავა ერთი წელი ციხეში? მით უმეტეს გადასარევ პირობებში და თვითონ რო იძახიან, აგერ ციხიდან გამოსულები მშვენიერი პირობებია. აი გაიქნება გამოსავალი და ჩვენ საზოგადოება შეუქმნით ყალბმოლოდინებს. არა, მაგდენ მილიონებსაც არ უხდიან ახლა. გაამკაცროს ეს კანონმდებლობა, კი ბატონო, მაგრამ თუ ჩვენ საზოგადოებას იმას ვეთქვით, რომ გამკაცრების შემდგომ ეს პრობლემა აღმოიფხვრება და დადგება საზოგადოება იმის წინაშე, რომ გაამკაცრდა კანონმდებლობა, მაგრამ არ აღმოიფხვრა, მე უკვე ხელისუფლების მიმართ გაუჩნდება ის, რომ ეს არის სუსტი ხელისუფლება და მოსაშორებელი. ამიტომ ჩვენ სწორი ორიენტაცია უნდა მივცეთ და ხო კი ბატონო ესენი ჯალათები იყვნენ მაგრამ მაგრები არიან და ესენი დაბრუნდნენ აი ამის განცდა შევქმნით ჩვენ მაგით სუსტი ხელისუფლების საზოგადოებას უნდა უთხრათ რაც არის სიმართლე რომ სათავეში თევზი ყარ სათავიდან და იქ არის პრობლემა გადასაწყვეტი და რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ დღეს რასაც ხელისუფლება აკეთებდა რომ ვერ ჩაგვთეს მეორე ფრონტი ვერ გაგვაჩაღებინეს აქ და უამრავი ნაბიჯები სანქციები არ დაუწესეთ რუსეთს და რაღაცები ვერ გაგვაკეთებინეს აი ეს არის ბრძოლა დიპსტეიტთან ეს არის ბრძოლა გლობალურთან რა ქვია ძალებთან და ჩვენ აი ესეთი პოლიტიკით უნდა დაუპირისპირდეთ იმათ, რომ ესენი აქ შესუსტდნენ. იქ უნდა შევასუსტოთ, რომ ესენი აქ შესუსტდნენ. იქ უნდა გადაეკეტოს მათ ფულის წყარო, რომ აქ ისინი ვერ აფინანსებდნენ თავიანთ აგენტურას. კი ბატონო, ეს არის უპირველესად. არა, კი ბატონო, მაგას ვინ, მაგრამ აი თქვენ ახსენეთ, არ უნდა გაუჩინოთ საზოგადოებას ისეთი განცდა, რომ ხელისუფლება სუსტიაო და პირიქით, ხელისუფლება სუსტი რო არის, იქიდან უჩნდება, რომ თითეული ადამიანი, რომელიც არის მაგალითად ოცნების ხარდამჭერი, ხო? ვიღაცა ნაძირალა ჟურნალისტი გუშინ სიუჟეტი ვანახე, გამოვიდა ეს ქალბატონი ქეთა ციცქიშვილი. ეხლაო, ვინცო აქ არისო ქოციო ამ რესტორანშიო, ვინ არისო აქ ქოციო? ხო და ვინც არისო, იმათი დედაო. ეხლა შეიძლება სულ არ იყო იქ ოცნების ხარდამჭერი ვიღაცა და დედა საგინებს ეს ნაძირალა. ქუჩაში, რესტორანში და მე რო ადამიანი ვარ, რატო უნდა ვითმინო ესეთი რაღაცა? ეს არის ხელისუფლების სისუსტე, სწორედ რომ მე რატო უნდა ვითმინო ეს? და მე როცა მოქმედებას დავიწყებ და აი მაგალითად ტელეფონით რომ მივარდება ვიღაცა, იქით არ უნდა მომცე პასუხისგებაში, აგერ ვიცავ ადამიანს კიდე ერთხელ გეუნებით, სხერფლი გახდა ამ ყველაფრის. კაცი 68 წლის კაცი პასუხისგებაში მისცეს იმის გამო, რომ ტელეფონის წართმევას ცდილობდა, როცა ვიღაცა ფემინისტკა პროვოკატორი შეუვარდა კაც იმაში, საწარმოში და შეურაცხყოფას აყენებდა. აი ეს არ არის ხელისუფლების აი თქვენ კითხეთ, დაიხუროს ეს ტელეკომპანია ტივ პირველი, ფორმულა
დაიჭირონ ეს ხალხი და თქვენ ნახეთ თუ პრობლემა არ იქნეს გადაწყვეტილი. ეს ორგანიზაციები, საია, სამართლიანი არჩევნები, ეს ყველა ორგანიზაციები დაიხუროს, იმიტომ რომ მოქმედებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ და ადვილად მოსანახია შესაბამისი კანონმდებლობა, რითაც ესენი დაიკეტებიან ერთხელ და სამუდამოდ, დაიკეტოს ეს ტელევიზიები და დაპატიმრებული იქნას შევიდეს კანონმდებლობაში ცვლილებები და დაპატიმრებული იქნას ადამიანები დევნის გამო. იმიტომ რომ ესენი ეხლა რასაც ახორციელებენ, ამას ფაშისტები არ აკეთებენ. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამე არ ხდება. რომ ადამიანებს უვარდებიან, შეურაცხყოფას აყენებენ, რესტორანში რო ვერ მიხვალ, ადამიანი ქუჩაში რო ვერ მიხვალ, მოსამართლეებს რა გაუკეთეს, ხო? და რა გაუკეთეს მოსამართლეებს, მივიდნენ რესტორანში, კვერცხები ესროლეს და ადმინისტრაციული წესით მხოლოდ. და მე იმას ვიძახი, რომ ბოლო დადგა უკვე დრო, ეს ტელევიზიები უკვე გაცდენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, დაიკეტოს და ეს გველების ბუდედან შხამი რო არ გადმოეცა. აი თქვენ რო თქვით, გეთანხმებით, ბევრი ტვინ გადატრიალებულია, ბევრი არის მაგათ აზრზე, მაგრამ რომ მოესპობა ეს საინფორმაციო ღრუდან, აი გებელსმა თქვა მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ღორების კოლტება თუ აქცევ ხალხსო. ღორების კოლტებად აი ამ TV პირველმა, ამ ფორმულას აქცია ხალხი და ესენი როგორც კი გამოირთვება და ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიეწოდება, დამერწმუნეთ რომ სიტუაცია შეიცვლება რადიკალურად და ვინც კიდე მოიმოქმედებს იმას რომ და მე ხა deep state-ს ვებრძოლოთ ვინ იძახის კაცო მე იმას კი არ ვიძახი რომ ამ მარტო ამ კუთხით ვიბრძოლოთ მაგრამ ეს მოდი ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ნუ გავიკეთეთ ამ კაცებს შეკითხვა მინდა დაგისვათ თქვენ ხართ საქმის კურსში რომ მოსამართლეებს გარდა ადმინისტრაციული, გარდა ფინანსური ჯარიმებისა, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოტანაც რო შეუძლიათ აი ამ დესტრუქციული ძალებისთვის. ხართ საქმის კურსში, რომ ეგეთი კანონი არსებობს, სადაც გარდა 500 ლარიანი ჯარიმისა, იქ შეუძლია პატიმრობაც გამოიყენოს მოსამართლეს. როგორ არ ვიცი. მე ხაბა მითხარით ერთი შემთხვევა რომ მოსამართლე მე გამოიყენა. დაშინებულია მოსამართლეები და რას გამოიყენა? გეუბნებით მაგას გელაპარაკებით. ხო და მეც მაგას გეუბნებით, ჩვენ ერთი და იგივე აზრზე ვართ. პრობლემა კი არ არის, პრობლემა იმაშია რომ ეს ადამიანები აშინებენ. და მეც მაგას არ ვიცი და დაიჭიროთ მე და ვეღარ დააშინებენ. კანონი არსებობს, მაგრამ იმ კანონით არ სარგებლობს მოსამართლე. არა, იცით რა, ქალბატონო ნანა. მაშინაც კი. ხო და დაიჭიროთ. მაგრამ არ სარგებლობს ამ კანონით. იმიტომ არ სარგებლობს. სხევლია. არა, იმიტომ რომ მოსამართლეს რომ ბოდიში პრობლემა არის იმაში, რომ ამათ უკან დიდი ძალა დგას. რომელიც აშინებს ამოსამართლებს იქ რომ ვიღაცა ლაწირაკი იგინება იმისი კი არ ეშინია იმ მოსამართლეს აი ეხლა თქვენ ხო კითხვა დამიშли მეც ერთი შემხედრი კითხვით დაგიბრუნდები თქვენ იცით თუ არა როდესაც აი ეხლა ბოლო შოთაძე იყო პროკურორი პროკურატურის სტრატეგიის განსაზღვრაში მუშაობას და აქტიურ მუშაობაში იყო ჩართული ბაია პატარაი იცით ეგა კი ვიცი ხო და მოსამართლეები შიშის ქვეშ არიან, როცა დღეს 80% უდანაშაულოდ იხდის სასჯელს ამ ქალთა მიმართ ძალადობაზე. მე ყველა ასე არ ვიძახი რომ ფთიანი ანგელოზები არიან მეთქი, მაგრამ გამოგონილი ბრალდები. იმიტომ რომ ეშინიათ ამ ბაია პატარაიების, კაცო, სექტის ეშინიათ. იმიტომ რომ იქ არის ჰაიდლაინები, იქ არის ინსტრუქციები. მაგას გეუბნებით რომ სექტის ეშინიათ, თქო? და ეშინიათ, იმიტომ კი არა რომ ესენი არიან. დავაძევოთ მე, დაუხუროთ ამ საფარს ეს დაიხუროს ეს საფარი. დაიხუროს ეს საფარი. დაიხუროს მე. როგორ უნდა დაიხუროს ეხლა ეგეთი რა მექანიზმი რომ არა ეხლა ბოდიში რა ეხლა მე ბოდიში ქალბატონო იმდენი რაღაცეები შეიძლება კანონით მე ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა რომელსაც აღებული გვაქვს ვალდებულება რომ მოვახდინოთ კანონების ლიბერალიზაცია ანუ უნდა გამოვახდინოთ შემსუბუქება კანონების. ამიტომ იყო რომ სიკვდილით დასჯა შევცვალეთ ჩვენ და დღეს გაუქმებულია სიკვდილით დასჯა. და კიდევ გიმეორებთ იმ ქვეყნებში სადაც არსებობს სიკვდილით დასჯა არაფრით არ არიან უპირატესი, ანუ არაფრით არ არის იქ დანაშაული უფრო შემცირებული, ვიდრე იქ სადაც არ არსებობს სიკვდილით დასჯა. ეგ არ არის განსაზღვრელი მეთქი გეუბნებით. განსაზღვრელი არის ის პოლიტიკა, რომელიც სოფლიოში არის გაბატონებული. ის რომ აი ამ ფაშისტური ლიბერალიზმი ახდენენ მართვას სოფლიოში. და ჩვენ ეს უნდა უთხრათ საზოგადოებას, რომ კი ბატონო, ეს გასაკეთებელია, გასამკაცრებელია, მაგრამ ეს არ არის ის რაც პრობლემის აღმოფხვრვის გზა არის. პრობლემის აღმოფხვრვის გზა არის გლობალურად ამ ძალების დამარცხება. და
მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშავებს. წინააღმდეგი მოსახლეობაც მაგაზია ხელისუფლებას უჭერს ხარს, რომ დაერთხელ და სამუდამ და ეხა ევროსაბჭოსთან ჩვენ ბევრი ისეთი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი, რომლისგანაც ჩვენ უნდა გამთავისუფლდეთ. ეხა სტამბულის კონვენციაზე ვართ შეთანხმებული, თვითონ თურქეთი არ არის შეერთებული, გამოსული მაგ სტამბულის კონვენციიდან არის გამოსული თურქეთი. გამოვიდეთ ამ სტამბულის კონვენციიდან. ბევრ რაღაცაზე ამ სააკაშვილმა, იგივე ამ მიგრანტები რომ მოდიან, ეხლა ესე ზღვასავით, ესეც იმის ბრალია რომ მიერთებული ვართ რაღაც გარკვეულ კონვენციებს. და ეხა იცით რა არის, ეხა ეს სააკაშვილი რა იდიოტიც იყო, გავიგე, გასაგებია, მაგრამ ბევრი რაღაცისგან უნდა გამოვიდეთ და გამთავისუფლდეთ ჩვენ, ხო? ეგ უკვე სხვა თემაა, კი ბატონო, გეთანხმებით მაგაში, რომ აი ეგეთ მიერთებებიდან უნდა გამოვიდეთ. ეგ სხვა თემაა. ჩვენ ახლა ლაპარაკობდით ქვეყანაში დესტრუქციას ვინც და ესეთ დესტრუქციას აქმნის, აი მიერთებულები რო ვართ, ბევრ რამეს ხელისუფლება ვერ მოქმედებს იმის გამო, რომ მიერთებული ვართ. კი, ეგეთი კონვენციები, რომელიც არის, თქვით და კი ბატონო, დავაყენოთ ეგ საკითხი, მაგრამ აი სტამბულის კონვენციიდან უნდა გამოვიდეთ. თურქეთი არ არის თვითონ მაგ სტამბულის კონვენციის და დღეს ადრე თქვენ ეხა კარგად იცით გამოცდილი იურისტი ბრძანდებით და მე პატივს აქცევ და ჩვენ ეხა როპელე მიყობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთაზე ვართ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ბრძოლის მეთოდებზე სხვადასხვა აზრი გვაქვს. ეხა უბრალოდ მე რას ვიძახი, რომ ადრე იყო რომ სააკაშვილის კაცების გაფუჭება რომ უნდა და ნარკოტიკებს უდებდა და დღეს ქალები ხდება. ქალების გაფუჭება, ქალებით ხდება კაცების გაფუჭება. და ეს ყველამ კარგად იცით და აღარ არის ამდენი გენოფონდის კიდე დაილია ეს ყველა ბოდიში და კაცი აღარ დარჩა დასამართლები რო არ იყოს ამ ქვეყანაში. ყველა კაცი დასამართლებია. გეთანხმებით, ეგ არის საშინელი კანონი და გასაუქმებელია. ხო და ამას ვიძახი, მე ამას ვიძახი. დასამგრევად მიღებული და ოჯახების წინააღმდეგ რო აქვთ გამოცხადებული ამ გლობალისტებს ომი, იმის შემადგენელი ნაწილია ეგ კანონი. გეთანხმებით, მაგრამ მე სხვა რამას ვლაპარაკობ, რომ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ილუზია იმისი, რომ აი გავამკაცრებთ კანონს და პრობლემა გადაიჭრება. არა, მარტო ეს არ ყარა, ვიტყვა მე მარტო ამითი არ გამოვა. არ არის ესე, იმიტომ რომ გლობალური ძალები, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, იმათ წინააღმდეგ სანამ არ იქნება სერიოზული ბრძოლა ერთიანი ფრონტი სანამ არ გაიხსნება იმათ წინააღმდეგ და ერთიანი ფრონტით არ დავამარცხებთ იმ გლობალისტებს, რომლებსაც უნდა წაგშალონ როგორც ერი, წაგშალონ როგორც ჩვენი ტრადიციები, გაგვიუქმონ ჩვენი რელიგია, გადაგვაგვარონ, რასაც პირდაპირ იძახოდა სააკაშვილი, რომ ეს სხვანაირი ქართველი უნდა მივიღო. სანამ აი ესეთი დაკვეთები არის იქიდან მანამდე არსებობს საფრთხე, რომ ეს განხორციელდება. როგორი კანონმდებლობაც არ უნდა იყოს. ამიტომ არის საჭირო, რომ მოვიფიქროთ ისეთი ნაბიჯები, რომელიც აი ამ გლობალიზაციის პროცესში აჩერებს, აი ამ ანტისაზოგადოებრივ პოლიტიკას გააჩერებს, აი ამ კორპორაციული მმართველობის დანერგვას და თავსმოხვევას გააჩერებს და სუვერენულ ქვეყანას დამოუკიდებელ ქვეყნებს მისცემენ საშუალებას იარსებოს დამოუკიდებლად და თვითონ გადაწყვიტოს თავის ქვეყანაში რა კანონი დაიწეროს, რა კანონი მიიღოს და რა კანონმა იმუშაოს. ამ შემთხვევაში ჩვენ გამკაცრება კი არა, შემსუბუქებაც კი დაგვჭირდება, თუ კი ისინი ჩვენ მოგცემენ თავისუფალი არსებობის საშუალებას, მაგრამ არ გვაძლევენ ამის საშუალებას. აი ხა ქალბატონი არ გვაძლევ ამის საშუალება, ეს არის პრობლემა. აი ხა მე ბოდიში ეხა გავრცელდა ინფორმაცია, მე მინდა ამ თემით გადავიდეთ, ეხლა გასაგებია, ეხლა სხვა თემაზეც მინდა კითხოთ. აგრე დონალდ ტუსკმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ პოლონეთში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის. ყველა თქვენ კარგად იცით, რომ პოლონეთში საკმაოდ დიდი არის ქართველების რაოდენობა, რომლებიც მუშაობენ. ასევე არის ამ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა სხვა ქვეყნებს დაკავშირებით. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ერთადერთი რაც ჩვენ აი ამ ევროკავშირთან ურთიერთობით მივიღეთ რაღაც სარგებელი, ეს იყო უვიზო მიმოსვლა. და ეხა ამასაც ესე იგი ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აი ხა ამ პოლონეთს შეიძლება სხვა ქვეყნებმაც მე დომინოს პრინციპი განმეორდეს. პოლონეთს მიყვეს საფრანგეთი, მიყვეს გერმანია და სხვა ქვეყნები. აი ეს ჩვენ რომ აქ დავიწყოთ კანონების გამკაცრება, ეგ მაგ პოლიტიკას, რასაც პოლონეთი ადგას, მაგ პოლიტიკას შეაჩერებს. არა, მაინც გააკეთებენ ჩვენ რომც არ გავაკეთოთ ის კანონები, მაინც გააკეთებენ. მაგას გეუბნებით, რომ იმათ საფუძველი მიეცემათ. პოლონეთის გარდა უკვე სხვა ქვეყნებსაც მიეცემათ საფუძველი. რომ ის არა ქვია იგივე გააკეთონ და შეგვიჩერონ.
ამიტომ ჩვენ საბაბი არ უნდა მივცეთ ესეთ ნაძირალა მართლობებს, რომ ესეთი რაღაცები აკეთებენ აგერა. ეხლა ჩვენ არ მიგვიცი, ეხლა ჩვენ იდეის დონეზე ვლაპარაკობთ. ეს გამკაცება ჩვენ არ გვიშველის და ვერ გამოგვიყვანს პრობლემიდან და აი ესეთი რაღაცების წახალისებას, რასაც თქვენ იძახით, რომ უვიზო შეგვიჩერონ, მაგას კი მივაღწევთ ამითი. არა, მე რას გეტყვით, იცით ქალბატონო, ისედაც გააკეთებენ ესენი. ჩვენ მე ვამბობ ჩემ აზრს. ნუ ისედაც ახლა საბაბის garaშე როცა გააკეთებენ, სხვა არის და საბაბს რომ იცემ სხვა არის. არავითარ საბაბს არ ვაძლევ ჩვენ და აგერ დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი და მთელი ხელისუფლება თითქმის. რა საბაბი მისცეს? ამათ საბაბი არ აინტერესებს. ეხლა მე ვამბობ, რომ ჩვენ უბრალოდ თქვენ ეხლა არჩევნები მოდის, ხო, თვითმმართველობის. საბაბით დაასანქცირეს, იმ საბაბით რომ თქვენო აქო NGO-ებს ზღუდავთო. და ვინ ზღუდავს? არას კარგი გამომოხდა ეგ ყველაფერი. რა საბაბით ვინ ზღუდავს NGO-ებს? სად შეიზღუდა NGO-ებს? ხო და კაცო კი არ ზღუდავენ, მაგრამ საბაბად გამოიყენეს ფარას კანონი. არ გახსოვთ რიგი და ყველაფერს მოიგონებენ, ქალბატონო ნანა, ესეთი არის. ხო და რა ყველაფერს მოიგონებენ, არ უნდა მიცე მეთქი საშუალება პირიქით. არა, რომც არ მისცე, მაინც იზამენ. ჩვენი გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და ეგენი ბოდიშთა რომც შენ თუ არ გააკეთებ შენსას, ხო? მაინც რაღაცას მოიგონებენ. ეხლა ბოდიში და ფარას კანონი თვითონ აქვს ბოდიში და რატომ მიიღეთ ეს კანონიო? ეხლა მაგალითად ლატვიაში არჩევნები ჩატარდა და ჩაუვარდათ არჩევნები, თვითონაც აღიარეს საარჩევნო ადმინისტრაციის ბრალი იყო. მოლდოვეთი იმაში არის SNG-ს წევრი ქვეყანა და ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთისკენ მიდიხართო. ამათ არ აინტერესებს მიზეზი და ბოდიში და სოფლიო ისტორიაში არ ყოფილა დამნაშავეს ევროკავშირმა გირაოს თანხა გადაუხადა. ისეთი რაღაცები და არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ ელჩები დადიოდნენ სასამართლო პროცესზე იმ ადამიანისა, რომელმაც პოლიციას სილა გააცდა. ეგეთი რამე რა მიზეზზე არის საუბარი? ამათ უნდათ, ამათი მიზანი არის, რომ აქ ჩვენ რეალურად ჩამოშალონ ხელისუფლება და ეხლა აი როცა შენ კიდე რაღაცებს არ აკეთებ აქა, მე რომ უბრალო მოქალაქე ვარ და რომ ვიღაცის შეურაცხყოფები უნდა მე სხვანაირად ხედავ და თქვენ სხვანაირად ხედავთ. არა, მე რატო ვიტანო შეურაცხყოფა ნაძირალა ნაცები? აი მე გეკითხები თქვენ, რატო უნდა ვიტანო შეურაცხყოფა? რესტორანში რატო ვერ უნდა დავჯდე? ქუჩაში რატო ვერ უნდა გავიარო და თუ რაღაცას მოვიმოქმედებ დაცვის მიზნით კიდე აქეთ უნდა მივცენ პასუხისგებაში. ეს ხო ადამიანებს კიდე უფრო ხელისუფლების წინამდე განაცხადა. მე გეუბნებით, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა დღეს არსებული კანონმდებლობითაც შეიძლება მაგ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეგ კანონები ვერ მუშაობს. მელიამ რომ მოიხსნა სამაჯური და გადააგდო. არ არსებობდა კანონი იმისა, რომ ეს ადამიანი ციხეში მჯდარიყო? ხო ეხლა არ არსებობდა კანონი? მაგი პროკურატურას უნდა კრიმინალები რო დაიჭირეს ციხეშიც მისჯილები რო ქონდათ, არ არსებობდა განაჩენები. მე რატო არ გააკეთეს? მე ხო და რატო არ გააკეთეს მე რატო? გააკეთეს მაგას გეუბნებით, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უზარმაზარი ძალა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ვერ მოერევა. თუ ეს არ მოხდა დიდი ქვეყნების ხელისუფლებების და ძალების კონსოლიდაცია, ეს ერთი პატარა ქვეყნის მასშტაბით ვერ მოხერხდება. ყველაფერს გამოიყენებენ საბაბად, შენი დაცვის მექანიზმებს გამოიყენებენ საბაბად შენი დაცვის და შენი უსაფრთხოების გასანადგურებლად. და იგივე ხალხს მოგისევენ. დღეს რომ გაამკაცრებ კანონებს, ხვალ გამოგიცხადებს ის პოლონეთის იქნება, ის თუ რაღაცა ჯანდაბის, საფრანგეთის თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლება გამოგიცხადებს, რომ აი თქვენ მიდიხართ დიქტატურისკენ და ამიტომ არ გვინდა ჩვენ თქვენი უვიზო რეჟიმი სარგებლობა. და ხელისუფლებას დააბრალებენ და მე ეს ხალხი ხელისუფლებას მართლაც ისა რა ქვია სერიოზული საბაბით მოიგონებს მის შეცვლას და დამხობას. გასაგები. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რომ ამ ვითარებაში ვართ, თორე კი გააკეთე და ხვალ გაგიუქმებენ იმ უვიზო რეჟიმს. გასაგები. ჩვენ ეს კი არ უნდა გავაკეთოთ, რომ გაუარესოთ ცხოვრება ადამიანებს, არამედ გაუუმჯობესოთ და მექანიზმი რა არის? ძალების კონსოლიდაცია. ქვეყნის გარეთ, ქვეყნების კონსოლიდაცია, რომლებიც ამ იდეის ირგვლივ, რომ ეს არის დასამარცხებელი, გაერთიანდებიან კონფერენციების ჩატარება აქ მოწვევა ასეთი ქვეყნების და დანახება, რომ ჩვენ ერთიანი ძალა ვართ, რომელიც ამას უპირისპირდებით და არა მარტო ის, რომ ჩვენი რაღაცა ხუთკაციანი ქვეყანა თავისი ერთკაციანი მმართველობით უპირისპირდება თემ სოფლიოს. ეს არის სისულელი, ამიტომ უნდა ვაჩვენოთ ძალა. და ისინი ამ ძალის წინაშე უკან დაიხევენ და აქ შენ კანონს გაამკაცრებ, ისინი ადგებიან და თვითონ გაგიმკაცრებენ მერე
თავიანთ შეღავათებს. მაშინ ჩვენ ბოდიში და უნდა ჩვენ თვითონ ვთქვათ, რომ მაშინ ჩვენვე ხარაკირი გავიკეთოთ. ეხლა დასაჭერი თუ ვერ დაიჭირე. მაგითი გავიკეთებენ, მაგითი, რასაც თქვენი. არ მინდა ეს ვიცით რა, თუ გასაუქმებელია, როგორც იმას ბოდიში და ადე ეხლა თქვენ რუსეთი ახსენეთ თქვენ საუბარში. ეხლა მაი-პეტერბურგში კონფერენცია სერიოზული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ტარდება. არ მიდიან იმ ეკონომიკურ ფორუმზე არავინ არც ერთი წარმომადგენელი. ეხლა თქვენც ესწრებოდით იმ ხელმოწერების შეგროვებას რუსეთთან დიალოგის. რუსეთთან არც ერთ ნაბის არ დგამენ. ვითომ ამ რუსეთთან ურთიერთობის შედეგად ეკონომიკური ის არ იყოს. გავიგე რაღაცა გეგმა A და გეგმა B უნდა გქონდეს. აი მართლაც რომ ეხლა მე მგონია რომ გაგვიწყვიტავენ, მაინც რაც არ უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ, მაინც გაწყდება ეს უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ ამათ განქორწინება მოხდება. ეხლა თქვენ რო ამბობთ რომ ეს ისე ვქნა, გინა ისე გინა ასექენი, მაინც ასე გიშვება, ხო? ამიტომ აზრი არა აქვს ამათან და რაღაცა გეგმა B-ც უნდა გქონდეს, თქვენ რო თქვით, კი ჩინეთთანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა, რუსეთთან, დასავლეთთანაც უნდა გქონდეს, მე იმას კი არ ვიძახი, დასავლეთთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, მაგრამ უბრალოდ ეხლა ერთი რამე არის, მე ქალბატონო ნანა, ხალხი არის გამწარებული, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აბუჩად იგდებენ, ეს ნაძირლები, ხელისუფლების წინააღმდეგ არის ცუდად განწყობილი და ეს დასავლეთი კიდე ხალხმა უნდა უთხრას ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთე, კანონები მივიღე, ის მივიღე, ეს მივიღე, ეხლა მთხოვენ რომ ჩემი ძალით ჩამოვაგდო და ძალით ჩამოვაგდებინო ამ ხალხს ხელისუფლება, იმიტომ ეხლა აზერბაიჯანს რატო ვერ უბედავენ? აზერბაიჯანს რატო ვერ უბედავენ იგივე მაგალითად თურქეთს, რატო ვერ უბედავენ მაგალითად იგივე უნგრეთს? აზერბაიჯანს სწორედ მაგიტო ვერ უბედავენ, რომ იმის უკან იმხელა ნატოს წევრი ქვეყანა დგას. მაგიტო ვერ უბედავენ აზერბაიჯანს. რომელი ნატოს წევრი? ვინა თურქეთი დგას, მაგის აზერბაიჯანის უკან. ხო და ჩვენც დავდგეთ ამ რუსეთი დადგება ჩვენს გვერდით. ჩვენ დავდგეთ ახლა ეგ არის, მე გეუბნებით. არა შენ რუსეთი არ გინდა. არა რუსეთთან ურთიერთობა არ გინდა. მე მაგას არ გეუბნებოდით ახლა 2 წუთის წინ, რომ თუ დადგება ჩვენ უკან ძლიერი გაერთიანება ქვეყნების, ვერც ჩვენ ვერ გაგვიბედავენ. მაგრამ ეხლა გვიბედავენ, იმიტომ რომ ჩვენ უკან არავინ არ დგას. ხო და ჩვენ არ გვინდათ ეხლა ბელორუსი, მაგალითად ბელორუსის პრეზიდენტის მიმართ იყო ძალიან დიდი მცდელობები ჩამოგდების პოლონეთის ჯარი მივიდა საზღვართან. პოლონეთში რო შეიტანა რუსეთმა ის ბირთვული შეერაღება, იმის შემდეგ გაჩერდა ყველაფერი. ეს პროცედურა. და ეხლა იცით რა არის? ეხლა ჩვენთან ეს რუსეთი არის, ეხლა თურქეთი არის თურმე სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ტაუკლარჯეთი წაგვართვა და რუსეთი, რომელმაც ოკუპირება მოახდინა, იმათთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს ეხლა და აი ჩვენ რო ვლაპარაკობ, ძლიერი ქვეყანა რო გეყოლება გვერდით ვერ დაგელაპარაკებე, ესეთი ძლიერი ქვეყანა ეხლა სხვა მეტი არ არის, ვერ მოიგონებს, საზღვართან ყავს რუსეთი და ამიტომ რუსეთთან რო გვექნება ურთიერთობა და იგივე ბალანსირება რომ მოხდება, თუ უვიზო მიმოსვლით შეგიჩერდება შენ იმ რუსეთში წავა სამუშაოდ ადამიანი რუსული კომპანიები გაიხსნება, საწარმოები გაიხსნება, რომელიც პროდუქციას გაასაღებენ რუსეთში, ეს იქნება კომპენსირება უკვე ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ბელორუსის 85% პროდუქციისა გადის რუსულ ბაზარზე და ჩვენ ხო და მაგაზე გეუბნებიან, რომ იმასთან იმიტომ არ გვინდა ურთიერთობა, რომ ოკუპანტია და წაგართვა ეგრეა, იქ ბოდიში და კაიბასთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, კანონი არ უნდა მიიღო. ეს ამათი პოზიცია რა არის, იცი ხალბატონო ნანა? ლურჯ გაფრინდები, ლურჯ მოფრინდები. ამათი პრინციპია. დავამთავრებ ადრეს თუ შეიძლება დავამთავრებ. ამიტომ რუსეთმა უნდა თქვას, რომ ის მზად არის საქართველოსთან დიალოგზე. თქვა, მე თქვა. ყველა საკითხთან დაკავშირებით. მილიონჯერ თქვა რუსეთმა. მილიონჯერ თქვა რუსეთმა, ლავროვმა. არც ერთხელ არ უთქვამს, ტყუილია ეგ. არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებითაც დავილაპარაკოთო და ქართველის თავმოყრობა იმაზე ეგ ეხლა დიალოგის საგანია. არა, ეგ არის დიალოგის საგანი. ეხლა ეს რო თქვას რუსეთმა, რომ მოდი ტერიტორიულ მთლიანობას გიწყვიტაო, მაშინ ეგ უკვე დიალოგის ფორმატი კი არა. ბატონო, თქვენ სხვას ვიძახი და თქვენ სხვა რამის უტრირებას ახდენთ. მე ვიძახი, რომ დავიწყოთ საუბარი ამაზე. და მოდი დაელაპარაკე და იქნება გელაპარაკება. ეხლა ეს უნდა თქვას რუსეთმა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქართული ხალხის მხრიდან გაეხსნას ხელფეხი. არა, ხალბატონო, ჯერ მოდი დაიწყე ლაპარაკი და მოსენცინი კი არ არიან მოსამართლეები და ეგრევე ტერიტორიული ხელისუფლებას ბულინგის ქვეშ არის. არა, ეგრევე ტერიტორიულ მთლიანობის საკითხზე რუსეთს ვერ
დაელაპარაკებით, ჯერ დობა უნდა აღდგეს, ჯერ უნდა დავიწყოთ დიალოგი. როცა აფხაზი და ოსი იქ რუსეთის მხარდამხარ იბრძვის უკრაინაში, სისხლს აღვრის. რა განდობა უნდა აღდგეს, კაცო, რას მელაპარაკებით? მეტი რანდობა უნდა აღდგეს, შევეწირეთ კინაღამ იმისათვის, რომ აქ მეორე ფრონტი არ გახსნილიყო. რო გახსნილიყო რა სიზარდი ერთი წამი. არა, რო გახსნილიყო ერთი წამი. არა, რო გახსნილიყო მეორე ფრონტი ვის რა უნდა გავაკეთოთ მე? არა, ქალბატონო, ეს რო არ გაიხსნა. არა, მეორე ფრონტი რო არ გაიხსნა, ეს პირველ რიგში ჩვენთვის გაკეთდა კარგი, იმიტომ რომ მეორე ფრონტი რო გახსნილიყო 1 საათში საქართველოს არ. მაგათთვის არ გაკეთდა და რუსეთისთვის არ გაკეთდა, კარგი? არა, რუსეთისთვის. არა, რუსეთისთვის. მაგაზე იყო რუსეთის განადგურება გათვლილი იყო მაგაზე, რომ საქართველოში, კავკასიაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და იქ სომხეთი ჩართული იყო და კიდე სხვა ისინი ჩართული იყვნენ. მაგაზე იყო გათვლა და ეგ არ გავაკეთეთ ჩვენ. რუსეთი ვერ განადგურდა. ვინ გავაკეთა მაგის ფასი და არ გავაკეთეთ ის, რომ სანქციები არ გაუწესეთ და არ შეუერთდით იმ სანქციებს. და კინაღამ შევაწირეთ ამას და როგორ ახლა იქიდანაც უნდა გადმოიდგას ნაბიჯები, ეგრე არ არის. გავიგე, მაგრამ გეპატიჟება 3+3 ფორმატში გეპატიჟება, ბრიქსის ფორმატში გეპატიჟება და ეს ტერიტორიული თვითმფრინავების საკითხი ესე ვერ იყვის. მთავარში რაც ხელფასი მიდი დაელაპარაკე, კაცო, ეხლა ყველაფერს ხო არ იტყვის, კაცო, დაელაპარაკე, მიდი და ჯერ დაელაპარაკე, კაცო, დაელაპარაკე. ჩვენ რაღაცეებს ვერ ვთანხმდებით, მე გეუბნებით, რომ პირველი რაც არის რუსეთისგან გასაკეთებელი არის, რომ მან უნდა განაცხადოს, რომ საქართველოსთან ყველა თემაზე მზად არის ასაუბროთ. ყველა თემაზე. და მე აი ამას რომ იყოს უკვე საქართველოს ხელისუფლებას აღარ ექნება პრობლემა წავიდეს და დიალოგში მიიღოს მონაწილეობა 3+3-შიც და თუ კიდე 33+33-ში. მე მოვისმინე პირადად, ეხლა თუ დამიჯერებთ, ნახდათ არა ვარ, ეხლა მეზღაპრე. თქვა ლავროვმა და იგივე ზახაროვამაც თქვა, ჩვენ ვიცით პრობლემები გაქვთ თქვენ ოსებთან და აფხაზებთან და ვიცით რომ ისინი მიისწრაფიან, ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთო თქვა, მეტი რა თქვას. ხელს შეგიწყობთ ამ სუბიექტთან დალაპარაკებაშიო. შეგიწყობთო ეს ეხლა თქვენ არ ვიცით. ჩვენი პრობლემა რუსეთია, ჩვენი პრობლემა. ხო და რუსეთმა თქვა, არა გავიგე, მაგრამ რუსეთი ეხლა ბოდიში ეხლა ვერ ესე ხელაღები დასალაპარაკებლად, იმათთან დასალაპარაკებლად რაში გჭირდება რუსეთი ცოლქმრული ურთიერთობები აქვს და ქალბატონო ნანა ესე არ ხდება ეხლა ეს ოსები და აფხაზები იბძვიან რუსეთის მხარდამხარ იმ ომში. აფხაზები და ქართველების ოჯახებია რა დალაპარაკ ჩვენ დალაპარაკება გჭირდება ამაზე რუსეთთან. არა გეთახმები გეთახმები რუსეთთან იმათთან ლაპარაკშიო ქორწინებაში ვართ ოსებთან და აფხაზებთან და რაღა ხელი უნდა შეგვიწყოს კაცო. ნუ ეხლა დიპლომატიურად ესე არის, ეხლა იქ რო დაელაპარაკე. არა, დიპლომატია, მე ვიცი რა, მეტნაკლებად სხვათა შორის მე მაგაში ჩახედული ვარ და ვიცი რაც დიპლომატია სწორედ ის რასაც გეუბნებით. დიპლომატია ისე მაგიდაზე თუ გინდა დასვა ადამიანი, რომელსაც იცი რომ უკან ამხელა წინააღმდეგობა აქვს საკუთარი საზოგადოების, რომელიც ხვალ შეიძლება ყველა გაერთიანდეს ხელისუფლების წინააღმდეგ. მიეცე საშუალება იმისა რომ დაჯდეს. და თქვი რომ მე ყველა თემაზე დავილაპარაკებ შენთან. რა არის ამაში ის არ აქვს ჯერ რატომ არ უნდა დავილაპარაკოს? თუ სიკეთე უნდა საქართველოში რატომ არ უნდა დავილაპარაკოთ ამ საკითხებზე? იქნება და რას ვთმობთ ჩვენ ამ ტერიტორიული მთლიანობის ანაცვლოდ? რატომ არ უნდა დავილაპარაკოს რუსეთმა ამაზე ჩვენთან? ამიტომ ამაზე როგორ შეიძლება რომ ტაბუირებული იყოს ეს თემა და გეუბნება რომ არა ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკოთ. თუ არ ვილაპარაკოთ, ვინ მიცემს, რომელი ქართველი მიცემს თანხმობას მაშინ ისე დაჯექი და დავილაპარაკეო. ჩვენ რეზოლუციაში ხელი რომ მოვაწერეთ ერთ-ერთი პუნქტი არის თუ არა რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობისთან დაკავშირებით უნდა იყოს ეს დიალოგი. ქალბატონო ნანა, მე დიდ პატივს აქცევ თქვენ ძალიან კარგად იცით და ეხლა ქალბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც არჩევნები იყო პარლამენტის წინ, თქვა ჩვენ უნდა შევიტანოთ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციაში, რათა ხელფეხი გაგვეხსნას აი ამ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით დაბიჯები გადავდგათ. მაგრამ ეს ვერ მოხდა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა ქართულმა ოცნებამ. ანუ იცით რა არის, ეხლა ბიძი და ივანიშვილი ამას რო ამბობდა, ესე იგი რაღაცის იმედი ქონდა და რაღაცა ქონდა ეს გარკვეული გეზი, იმიტომ რომ ამას ტყილა არ იტყოდა, ხო? ანუ მე რას ვიძახი, იცი, რუსეთი არის ამხელა ქვეყანა.
ეხლა შენ ხარ პატარა ქვეყანა. რუსეთი ესე ღიათ, როდესაც ის სუბიექტები ბრძოლობენ მის მხარდახვარ, ჩემი აზრია, თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ მე ჩვენ ეხლა ერთი აზრის ვერ ვიქნებით ყველაფერს. როდესაც ეს აფხაზები და ოსები ბრძოლობენ, იქ მის მხარდახვარ და პირიქით ქართველები კიდე უკრაინაში, ოფიციალურად არა, მაგრამ მოხალისეები ბრძოლობენ მის წინააღმდეგ, ვერ იტყვის ესე ოსებთან, ესე ოსების და აფხაზების იგნორირებით ვერ დაიწყებს ლაპარაკს. ეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამიტომ მე ვფიქრობ ჩვენ რა გვინდა იგნორირება? ხო და არა მე რას ვფიქრობ, ჩვენ დავიწყოთ ლაპარაკი, აი რა გვიშლის ხელს, დავიწყოთ საუბარი. აი ხა ხო კარგია ფრენები რო აღდგა და უიზრუნოს. გვიშლის ერთადერთი მომენტი გვიშლის, რომ ისინი არ ამბობენ აი იმას, რასაც მე ვიძახი, არ ამბობენ, რომ ყველა თემაზე დავილაპარაკებთ საქართველოს. არა, ჯერ თუ არ დაგველაპარაკებიან, ეგეც გამოჩნდება. ჯერ დავიწყოთ საუბარი და გამოჩნდება. რაზე დავიწყოთ? რაზე დავიწყოთ? ეკონომიკაზე დავიწყოთ. რომ ხელისუფლება მივიდეს რუსეთთან. არა, ქალბატონო, ბევრი გვაქვს სასაუბრო. საქართველოს მოსახლეობა დაამხობს ამ ხელისუფლებას. არა, რაზე დავიწყოთ და გეტყვით, ეხლა რუსული გაზი, რუსული ხორბალი, რუსული ნავთობი რო არ შემოდიოდეს, ხშირი ამოხდება მოსახლეობას უდიდეს რაოდენობას სული, იმიტომ რომ რუსული პროდუქცია შემოდის აქ ყველაფერი. და ის რომ ხელისუფლებამ კიდე შეინარჩუნა აი თავისი ძალაუფლება, ესეც გარკვეული თანამშრომლობის შედეგია, ეხლა ყველაფერი ბჭყალების გახსნა არ შეიძლება. ის რომ გასაგებია, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ გვაქვს ხერი, ისე რუსეთს აქვს ხერი. სპილოს იცით რა კლავს? ყველაზე მეტი სიკვდილიანობა. სპილოებში იცით რა იწვევს? წრუწუნა. რომელიც თითებს შორის სახლდება, ჭამს იმ ხტილოვან ნაწილს და კლავს იმას სპილოს. წრუწუნა აკეთებს ამას. ისე რომ ეგრე მარტივად არ არის დიდი სახელმწიფო ხარ და პატარა სახელმწიფო რა პრობლემაა. ყველას შეუძლია ცუდის გაკეთება, თუ კი ამას გულში ჩაიგდებს და მით უმეტეს ისეთი გეოსტრატეგიული ქვეყანა როგორიც საქართველოა. ჩვენ მზად ვართ მე პირადად ორი ხელით მივესალმები რუსეთთან დიალოგს, ორი ხელით მივესალმები რუსეთთან ყველანაირ ურთიერთობას. მას მერე, როდესაც ისინი იტყვიან, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ვისაუბროთ ყველა საკითხზე. დააკონკრეტებენ ბატონო აფხაზეთი და ცხინვალიო. თქვენ რომ ყველა თემაზე ვისაუბრებთ საქართველოსთან. გასაგებია, ქალბატონო რა. ამ შემთხვევაში გასაგებია, სხვა შემთხვევაში იგივე ხალხი დაამხობს საქართველოს ხელისუფლებას და მივიღებთ იმას, რაც უნდა დიფცეთ. არა, ეგ იცილი სიბრალია, რომ აი მე მაგაში გეთანხმები თქვენ, რომ ანტირუსული გარემო როა შექმნილი, ეგეც ხელისუფლების ბრალი არის. ეს სამთავრობო არხები ანტირუსულ გარემოს რო აღვივებენ საქართველოში, აი ზვიად გამსახურდია დაღუპა იმან, რომ ანტირუსული გარემო იყო, თორე ესენგეში შესვლისთვის მზად იყო. მაგრამ იყო ანტირუსული გარემო შექმნილი და იცოდა რომ რო შესულიყო ესენგეში, აი ეს ხალხი რომლებიც იყვნენ, მოახდენდნენ მის ჩამოგდებას. დღესაც ხელისუფლებამ რო იცის რომ ანტირუსული გარემოა, ხო რაღაცა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს მოიხსნა. ეხლა რო იძახიან რუსეთი მტერიაო, კაცო, რუსეთმა ბევრი კარგიც გაგვიკეთა ჩვენ. ეხლა თურქეთი თუ არის სტრატეგიული პარტნიორი, რადგან შეიძლება რუსეთ, ესე იგი თურქეთი კარგია და რუსეთი ცუდია, რომელმაც წაგართვა შენ ტერიტორიები და ამას არის უკვე მოცემულობა რომ ეს პიარი შექმნილია. ხო და უნდა გაკეთდეს ეს რომ მოიხსნა ხელისუფლება. არა, ხელისუფლება. ეხლა ქალბატონო ნანა, რუსეთმა ვერაფერი ვერ გააკეთა. აი უყურეთ ერთი გახსოვთ თქვენ ერთი წამი. ხელისუფლება, აი ხა რო გამოვიდეს პუტინი და რო თქვას, რო დაუძახოს ხელისუფლებას, რომ მე აი თქვენ რაცა თქვი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მოდი და დავილაპარაკოთ. თქვენ გონია აქ ბოდიში და რამბები აწყდება. არ გვინა, არ გახსოვთ რაღაცა თვეები რო დაიწყო. რა საბარაკო პოლიჯოხებით გაყრიან იმას, რა ქვია. არ გახსოვთ კაცო პუტინის, ესე იგი გახსოვთ შევარდნაძის ჩვენ გავყრით ამ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, არ გახსოვთ ეს ბოდიში და იმ სააკაშვილის გუნდის წევრები არ გვინდა იმისი რა ქვია იმისი დაბრუნებულიო, თარგამაძის დაბრუნებული რაღაცაო ტერიტორია. კაცო, თარგამაძის დაბრუნებული და თარგამაძე რა იყო საფუძველი რომ თარგამაძე დამოგეთ ეგ რაღაცა სისულელეების მოტანა რაში გჭირდება რა თარგამაძე ესენი მაინც წინამდე გიქდებია კაცო გაკეთა განცხადებები მე ვიძახი საქმიან საუბარს აქ რომ რუსებისგან ესეთი განცხადება იყოს გაკეთებული ესეთი სიტყვა იყოს ნათქვამი აქიან ქართველები წიხლით გაკრიან თავის ხელისუფლებას დაჯექია დაელაპარაკეო ვიღიცებთ იმის უფლებას რომ არ დაჯეს და არ დაილაპარაკოს ესმის თქვენი მესმის გასაგები დიდი მადლობა ქალბატონო ნანა ძალიან გაგვიზრდა საუბარი მადლობთ საინტერესო იყო თქვენთან დისკუსია საუბარი და
რა ვიცი, ძალიან საკითხს შევეხეთ და შემდგომშიც გავაგრძელებთ უკვე სხვადასხვა საკითხებზე საუბარი. დიდი მადლობა მოგესალმებით. მადლობა თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონი ნანა კაკაბაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი. მე მინდა დღის მნიშვნელოვან თემებს შევხვდა და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი ჩაერთვება ახლა. ეხლა იცით რაშია საქმე დღეს, ესე იგი ჩამოვიდა საქართველოში მერაბ დვალიშვილი. ესე იგი, რამდენად გახრწნილი სექტა არის ეს ნაცმოძრაობა, რომ კაცი ჩამოვიდა იმისთვის, რომ საქართველო ენახვებინა აი ამ ამერიკული დასავლური მედიისთვის ჩამოიყვანა უამრავი მედია წარმომადგენლები და ეხლა აი წარმოგიდგენ რამდენი მცდელობა იყო, რომ როგორმე ესე იგი ამ კაცისთვის წამოეცდებინებინათ, რომ ეს უჭერს ნაცებს ხარს, ეს უჭერს ხარს იმ ბოდიში და იმ რეაქციული და ავანტიურისტი ახალგაზრდობის მიმართ, აი ეხლა განახებთ აი ამ სიუჟეტებს. პირველ რიგში გამარჯვებას მოგილოცავთ. მე აქედან მარიამი ვარტავა პირველიდან და თქვენ გამარჯვება მოგილოცავთ სხდომათა დარბაზიდან სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ. მე არ ვიცი თქვენ ეს ნახეთ თუ არა, მე შემიძლია მხოლოდ ფოტო გაჩვენოთ. მას დარბაზში აცვია თქვენი მაისური, თქვენი ფოტოთი. საკანში აქვს ყველაზე მეტი მაისური, სადაც თქვენი ფოტოა დატანილი. მისი პროცესი არის 13 ივნისს. თქვენ ამ დროს იქნებით საქართველოში. მე მაინტერესებს, თქვენ ხომ არ აპირებთ, რომ მის სასამართლო პროცესზე მიხვიდეთ და მხარდაჭერა გამოუცხადოთ, ის თქვენი დიდი გულშემატკივარია და სავარაუდოდ დიდი мотиваცია იქნება თუ ის დაგინახავთ სხდომათა დარბაზში. გამარჯობა, აი რაღაც მაქვს ნანახი რა თქმა უნდა და წარმატებას უსურვებ მაგ ახალგაზრდას და ყველას უსურვებ თავისუფლებას. ხო, რაც შეეხება იცით რომ როგორი დაკავებული ვარ და აი რომ მე სპორტსმენი ვარ პირველ რიგში და ჩემს საქმეს ვაკეთებ და ანუ არიან დარწმუნებული ვარ უამრავი კარგი ადვოკატია აგერ თქვენს ახალგაზრდები რა ყველა რა ვიცი რაც გასაკეთებელია გავუკეთებთ მაგ ახალგაზრდას რავი და მე ანუ კიდევ ვიძახი აი ეს ორი ადამიანი ყავს ჩამოყვანილი ამ ხელა მისია მაქვს აღებული რომ ვაჩვენო ჩემი საქართველო და მე ჩემი საქმე გავაკეთო რაც ვიცი რა და რა ყველას წარმატებას უსურვებ და მე იმას გავაკეთებ რაც ვიცი რა და ამ დანარჩენი აი მე ყველამ თავის ხო მე პრემპული უნდა გამოაცხესო და მე ხედავთ ერთი ჩაოლებრივი სპორტსმენი ვარ რა და ხავს ვერაფერს ვერ გიქნა. აი თქვენ ახლა გექნება ჩანსი რომ რეზო კიკნაძეს უთხრათ აი ჩვენი კამერის მეშვეობით შეგიძლიათ მასთან თუ მისთვის თუ რამე გაქვთ სათქმელი უთხრათ ასევე სხვა სინდისის პატიმრებისთვისაც შეგიძლიათ თუ პროცესზე ვერ გიხვალთ ეს პლატფორმა გამოიყენოთ. გაქვთ რამე მასთან ყველა პატიმარს უსურვებ თავისუფლებას და წარმატებებს და რა ვიცი მოკლედ ჯანმრთელობას და მხნეობას ეს შემიძლია გითხრათ. ხოლოდ ეს არის თქვენი სათქმელი. აგინეთ პროვოკაციის არა, რატომ მე გეკითხებით და თქვენ უნდა მიპასუხოთ. გამოიყენეთ ჩვენი პლატფორმა და მიმართეთ ამ ადამიანებს. ხოლოდ წარმატებას უსურვებ. აი რაგი, აი შენ რას ეტყოდი, აი შენ როგორ ეტყოდი. ხო, აი მაქვს შესაძლებლობა მაგრამ და ჩემს ვერ ნახულობ ეხლა რომ ჩამოვედი რა წარმოგიდგენია? ხო და ეხლა აი ხო საქმეზე ვარ ჩამოსული და ხო ხედით რა. აი ატყობთ ხალხო აი ამათ დონეს კაცი ეუნება საქმისთვის ვარ ჩამ არა უკიტინებს ესე იგი უნდა რომ ეხლა ეს იმისთვის შექმდეს ეს თელი ამბები ამათმა ამ ნაძირლებმა რომ ამას ეთქვა რომ მე უჭერ მხარს იმ მომიტინგებს რო ვერ მიიღო პასუხი აი თქვენ რას ეტყვით რას ეტყვით და რაც გითხრათ ის უთხრა აი ესეთი მერაბ დვალიშვილი მოგწონს ჩვენ რომ არ ერევა პოლიტიკაში ეხლა ატრიალებენ ჩემს ძველ გამოსვლებს სტალინთან დაკავშირებით და უნდათ რომ ვითომ ესე იგი ამითი რაღაცა დაპირისპირება წარმოშვალ მერაბმა ამასთან დაკავშირებით მოიხადა ბოდიში ეს კაცი არის ნაღდი ქართველი ეხლა ყველას მოსდის შეცდომები ჩვენ იმიტომ გქონდა ესეთი მძაფრი რეაქცია რომ ნუ არ უნდა ეთქვა ის და ყველას მოდის შეცდომები მერაბი არის ნაღდი ქართველი და სწორი განცხადებები გააკეთა ეხლა და უნდათ რომ ესე იგი ჩაითრიონ ეს კაცი პოლიტიკურ რაღაც გარკვეულ ინსინუაციებში აი ეს ნაძირლები რა ამათ ის მერაბ დვალიშვილის წარმატებას უფეხებზე არ კიდიათ ამათ უნდათ ეხლა რომ ათქმევინონ ის და მე მისცენ ეს ისინი რა ქვია წარწერები პროცესზე გამოხდე ესენი სინდისის პატიმრები კი არ არიან უსინდისო პატიმრები არიან უსინდისო იმიტომ რომ კაცი რომელიც საკუთარ ქვეყანას მოლოტოვის კოქტეილს ესვრის კაცი რომელიც საკუთარ ხელისუფლებას ჩამოგდების წავა ის არ არის სინდისიერი და თურმე ეხლა უნდათ რომ ეს კაცი ჩართონ
რამდენი მცდელობები გაქვთ, ხვიჩა კვარაცხელია ჩართოთ, ნაკრების ფეხბურთელები არ გამოგივიდათ ეს ყველაფერი. იმიტომ არ გიყვართ თქვენ ხვიჩა კვარაცხელია. და ეხლა ნახეთ თქვენ აი მერაბ დვალიშვილის მიმართ წავა უარყოფითი გარკვეული აი ხო ვიცი ხა რაც იქნება. აი ხა კიდე შემდგომშიც აგერ ნახეთ უკიტინებენ იქიდან აქიდან. არსებობს რომ პოლიტიკას შევეხო, იმიტომ მე ნახდათ არ ვიცი და არ არის ჩემი საქმე. აკეთო პოლიტიკოსება, არც სახიობი გამოვა ჩემგან და არც ბიზნესმენი გამოვა, იმიტომ რომ გავკონოტები. აი ეს არის ღირსეული პასუხი. ღირსეული პასუხი. და აი ესეთი სპორტსმენი მოგწონ ჩვენ და ასეც იმიტომ რომ საქართველოში უამრავი მსახიობი მომღერალი ჩვენ ხელის გულზე ვატარებდით მერაბ სეფაშვილი იყო ჩემი ბავშვობის კუმირი მის სიმღერებზე გავიზარდე ნანი ბრეგვაძე და ბოდიში და აღარც მინა მაგათკენ გახედვა რა კაცი რომ პიდარასთან ერთად იმღერებს შეიძლება მე იმ კაცის მივარ სიყვარული კონდეს კაცო ბუბა კიკაბიძე იყო რა ვიცი ჩვენთვის სათაყვანებელია და რა გააკეთა ავტომატი აიღო და დარბოდა იქ მიტინგებს აიმაშვებოდა ხრიტავდა. ამიტომ აი ეს არის ღირსეული პასუხი და ესე უნდა იმოქმედოს ყველა. დღეს აი ხა ძალიან გაგვიძდა და დაგვეჩაგრა ჩვენ სტუმარი სამართლის ექსპერტი, ადვოკატი ბატონი დავით ზირაქიშვილი მოგესალმებით ბატონო დავით და ზუსტად ის თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და დროსაც მოგცემთ არ შეგზღუდავთ დღეს გაგვიგრძელდება გადაცემა იმიტომ რომ ქალბატონ ნანასთან გეგმავდით ცოტა ნაკლებ დროს მაგრამ გაგვიგრძელდა საუბარი აი რაც ხდება სასამართლოში მე ვსაუბრობ იმას ქალბატონ ნანასთანაც ქონდა საუბარი არ ვიცი ხა თქვენი პოზიციაზე ხართ ქალბატონი ნანა ნუ ნაწილობრივ დამეთახო საჭიროა თუ არა კანონის გამკაცრება რომ ეს ადამიანები სისხლის სამართლის წესით დაისაჯონ თან ხელისუფლება აცხადებს ქართული ოცნება ეს ევროპაში და ამერიკაში მოქმედებს ბიჭო თუ რაც კარგია ის გადმოვიღოთ ამ ევროპიდან ხო ეხა კაც რო ეცოდინება რომ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის ადვოკატის პროკურორის გამომძიებლის შეურაცხყოფისთვის 3 წელი წავა ციხეში გააკეთებს მეორე ჯერ იმას რაც არ უნდა ფული გადაუხადონ ეხლა არ არის ეგრე აწყობილი ეხლა ციხეში წასვლა ნახდათ არ ღირს ეხლა რაღაცა 10 მილიონებს არავინ არ მისცემს ამათ კიდე რა აი რა არის საჭირო თქვენ როგორ ფიქრობთ რომ აი რაც ხდება ეს საშინელება რომ გადავჭრათ ეს პრობლემა მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს რა არის ბატონო ნიკოლოზი ძირითადი პრობლემა არის ლეგიტიმაცია ხელისუფლების ლეგიტიმაცია ხელისუფლება ნელ-ნელა ამ ლეგიტიმაციას კარგავს და იმიტომ არის ეს ამხელა გამოსვლები, ამხელა წინააღმდეგობა, ამხელა საზოგადოებრივი გათიშულობა ყველაფერი გამოწვეული არის ისევ და ისევ ვიმეორებ ლეგიტიმაციით, დობის ვოტუმით. როდესაც ხელისუფლება სამართლიანად იქცევა თავიდან ბოლომდე და არის თანმიმდევრული, მაშინ საზოგადოებრივი აზრიც ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ არის და ხალხიც ასე თუ ისე თავს იკავებს დანაშაულის ჩადენისგან, მაგრამ როცა ხედავს რომ ხელისუფლება არაადეკვატურია მიმდინარე მოვლენების მიმართ, ეს საზოგადოებაც უკვე ითიშება და ხდება გათიშვა. მეორე არის ჩადენილი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. ეხლა კი გაგრძელდა გამკაცდა სასჯელი და პატიმრობის ვადა გაგრძელდა ამ წვრილმა ხულიგნობას რო ეძახით, მაგრამ ეს რომანი ხულიგნობა არ არის, პოლიციის შეურაცხყოფა იქ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ისჯება ხულიგნობის მუხლით სასტიკად. იქ პატიმრობაც არის. რატო მაინცა და მაინც პოლიციისათვის სილის გარტყმა? არის პოლიცისთვის წინააღმდეგებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ეს არ არის ის ქცევის წესი. მე ამას ვამბობ რომ თვითონ ხელისუფლებამ ეს ქცევის წესად გადააქცია. აი ეს მიტინგები, აი ეს გაუაზრებელი აქციები ქცევის წესად გადააქცია. მანამდე ეს ქცევის წესი დაგმობილი იყო და უნდა იყოს ეხლაც დაგმობილი, მაგრამ მიეჩვინეთ. აი ამაშია საქმე. ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ეს არის მასობრივი არეულობის ორგანიზება. იქ სასამართლოში რომ მოსამართლეს აგინებენ, მანდატურს აგინებენ, პოლიციელს აგინებენ. ეს ყველაფერი არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. მიეცით სისხლის სამართლის კოდექსით მოხდეთ. კი ბატონო, გასამკაცრებელია ამ იმაზე, რა ქვია, ადმინისტრაციული კანონმდებლობა, მაგრამ
თუ დაუკვირდებით არა თქვენ იზიარებთ თუ არა როგორ არ ვიზიარებ სისხლი არა კაც რო აი რა თუნდა ამას და კაცმა რო იცი რომ შენ ამ ქმედების გამო დაგიჭერენ ციხეში გაგვიშვებენ იზამ მეორე ჯერ ბიჭო არის მაგის რაც არ უნდა ფული მოგცეთ სიხის ხეხვა არის კანონმდებლობაში სისხლის სამართლის კოდექსში აბა მაგაზე ვსაუბრობ არის პატიმრობა ასეთი ქმედებისათვის არა უყურეთ რა ხდება ეხლა ერთი წამით რა ეხლა ამ წუთას არის ზოგიერთი ქმედება არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომელი არ ითვალისწინებს აი მაგალითად ეხლა ქუჩაში მოდის ადამიანი და მოგაძახა რაღაცა სიტყვაზე ხო მაგისთვის არ ითვალისწინებს ეგ საზოგადოების ეს რიგის დარღვევაა ხო და უნდა გამკაცდეს წესი არის ხო და ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში არის მიეცი ხულიგნობისთვის ადრე არა ვერ ხულიგნობამდე იმიტომ დინება კომუნისტების რო საზოგადოებრივ თავში ეუნა პოლიტიკური ნიშნით უნდა იყოს ეს გადაკვალიფიცირდეს ეხა ეს რო ვიღაცას გეტყვის ეხა დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით ვიღაცამ რო შენ მოგაძახოს პრორუსი ხარო და რუსეთუმე და რაღაცა რო დაგიწყოს ამითი სისხლის სამართლის წესი ვერ დაჟი ბატონო ნიკოლო ვერ დაჟი იმიტომ რომ აი ეს ანტისაზოგადოებრივი ქმედებები ხელისუფლებამ თავისი ლოიალობით გადააქცია საზოგადოებრივ ნორმად. გავიგე, მაგრამ ხო და ერთი წამი რო გადააქცია, უნდა კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება. გესმით, რომ აი ეს ქმედებაც, რომელიც მაგათ გამოხატვის თავისუფლებაში გადაიღო 229 მუხლის შემადგენლობას მოიცავს ეგ ქმედება. არა, არ მოიცავს. ეხა ის რომ ადამიანს უთხრა რომ პრორუსი ხარო, ვერ მოიცავს ესა. ვერ მოიცავს ეს. ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ეს არის ადმინისტრაციული წესით დაძაბული ქმედება. იქაც არის ის სანქცია. ეხლა შენ თუ ბოდიში ეს არის სისტემატური ხასიათი, დევნა პოლიტიკური ნიშნით, ამას აკეთებ განგზობადობით, მაშინ კი ბატონო. მაგრამ ერთჯერადად, როდესაც ადამიანს ესე მოექცევი, ეს უკვე აღარ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მიხვიდე და უთხრა ეხა ის სასამართლოს ეზოში, რომ პრორუსო და რა. ხულიგნობის დისპოზიცია არ არის ეს რამოდენიმე შემადგენლობა. გავიგე, მაგრამ ეს კონკრეტული ქმედება, რომელიც არ მოიცავს ძალადობრივ ქმედებას, რომელიც არ მოიცავს იმას, ეს ამითი პრორუსის დაძახებით ვერც ადმინისტრაციული წესით ვერ და. ხო და უნდა იყოს მომისმინეთ ერთი წამით, როდესაც ადამიანს იმ ლაშქს რა მეტი კი არაფერი არ გაუკეთეს, იქ ადმინისტრაციული წესით გაუშვეს. ადმინისტრაციული წესით არ არის, როგორ არ არის, კაცო, ლაშქს მეტი კი არაფერი არ პრორუსი უთხეს, მეტი კი არაფერი. ლაშქს რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, ადმინისტრაციული წესით იყოს, სწორედ. ადმინისტრაციული წესით არის ზუსტადაც ეგ, მაგრამ აქ უნდა იყოს სისხლის სამართლის წესით. იმიტომ რომ ადამიანის პოლიტიკური ნიშნით, ეხა უყურეთ რა ხდება, ერთი წამით ამათმა მოირგეს ეს კანონი სათავისოდ, გესმით? იმიტომ რომ ამათ ინსტრუქტაჟი გავლილი აქვს, უყურეთ, იციან ეს რომ ამისთვის არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ ზუხდის ისედაც ეს ევროკავშირი და ეს არის. ამიტომ ხელისუფლება, ეხა რას ვერ გადაჭრის, კაცო, აბა შევარდნილი იყო ციხეში ის ეხა დღეს რო გამოიყვანეს ბუშტებით იქა. მომისმინეთ ბატონ ნიკოლოზ კომუნისტების დროს არ გაცნობინეთ როგორ არის კომუნისტების დროს მოიცავს დისპოზიცია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში კაცი რო შეიგინებოდა შეგინებას არ გეუნები გავიგე და შეგინობა ის პრორუსული ხო მაგრამ არ ითვლება ეხა შეგინება მაგრამ რაც ქვია არ ითვლება ნუ ეხა გინებაში არ ტარდება ეს დაუშვი პრეცედენტი და თუ არ იქნება დაინახა გავიგე მაგრამ დაუშვი რას ნიშნავს უნდა შეკვაფიოდ ჩამოყალიბდეს დისპოზიცია კანონმდებლობაში ჩამოყალიბებულია არ არის ჩამოყალიბებული როგორ არის კაცო საზოგადოებრივი წესით ადმინისტრაციული წესით მისცეს პასუხისგებაში აი მარიამ ლაშქრი მაგაშია საქმე რომ მისცეს მიეცათ იმ მუხლი არა არ იძლეოდა საშუალებას კაცო როგორ არ იძლეოდა ეხლა არ არის სისხლი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი და ამიტომ უნდა შევიდეს სულებები იმიტომ იყო რო არ ითვალისწინებს იმიტომ გამოვიდა ქართული ოცნების დეპუტატი და თქვა არ ითვალისწინებსო ესაო მაგრამო ჩვენო უცხოეთშიო ითვალისწინებს და შედალოცვილო მეც მაგას ვიძახი უცხოეთში თუ ითვალისწინებს და ჩვენთან თუ არ ითვალისწინებს გააკეთე ისა რომ აქაც ითვალისწინებდეს არ შეცვლილა დისპოზიცია ეხა მოდი რა ბატონო დავით ეხა ჩვენ ერთ რამეს ნუ გავტკეპნით იმას რაზეც არის ესე თვითონ კანონმდებელი და თვითონ ხელისუფლებას და საკანონმდებლო და გინა აღმასრულებელი და გინა სამართალდამცავი სტრუქტურები ამას აცხადებენ და ჩვენც ეხა იურისტე არ არის ერთი რუსის დაძახების გამო სისხლის სამართლით არ ითვალისწინებს ეს ისა და აი როცა დაუშვეს პრეცედენტები რუსებზე კვერცხების რო არ მისცეს მაგრამ როცა პრეცედენტი რო დაუშვეს უნდა და ეს ადმინისტრაციული წესით არის დაჟჯადი ეხა ის ისა რა ქვია
დროშა რო იმასკდა შეურაცხო რისი სისხლი ადმინისტრაციული კვერცხი ამ შემთხვევაში არის მომარჯვებული საგანი კვერცხი არ კი ბატონო კვერცხი ხო იურისტები ვარ გჯელოთ კი ბატონო ხო გჯელოთ აი ეს რუსების ის იყო ავტობუსი იყო გახსოვთ თქვენ კი ბატონო კვერცხები სხვა ფაქტი იყო არა ხო იურისტები ვარ სხვა ფაქტი კვერცხებს თუ ესური კვერცხი რო ესროლეს ბოდიშ და თვალი გამოთხარი ეგ სხვა არის კვერცხი რო ესროლეს კვერცხი ამ შემთხვევაში არის მომარჯვებული საგანი კი ბატონო არ არის აუცილებელი რეიკასან არ მოეწურას ყავდეს მე ხო მაგას არ გეუბნები ეხლა მაგირო დაჟილიყო ისე კვერცხები არიან ესენი საერთოდ ისე რომ დაჟილიყო კვერცხები ხარ თქვენ საცოდავებო მართლა ადამიანს მიუვარდები და ისე იგი ორგაზმს აღწევენ იმითი ვიღაცა შეურაცხყოფას მიაღწევენ ის ფაქტი რომ დასჯილიყო ის ფაქტი და იქ ეროვნული შუღლის გაღვივებაც რომ არსებ არაფერი არ გამოხდა რომ დართულიყო ჩვენ მაგაზე მაშინ თავის დროზე თქვენთან გადაცემაში რეაგირება მოახდინა და გამოთქვით მოსაზრება აი ეს პრეცედენტი რომ დასჯილიყო ხულიგნობის მუხლი ის მოსამართლეები თავში რო ურახუნებდნენ კვერცხებს გადარჩებოდნენ არასწორად მიდის დანაშაულის კვალიფიკაცია მიდის არასწორად არაპროფესიონალურად მე ამაზე მსჯელობ გამოიყენე ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი მაგრამ არა იქიდან ულიან აქედან ულიან იქ ევროკავშირი არ გავაღიზიანებთ აქაც არ გავაღიზიანებთ ხო და მაგას ვიდრე ევროკავშირს აღიზიანებენ ევროკავშირს უფრო აღიზიანებენ ამ თავისი არაკომპეტენტურობით აბადად იქ შენს ადგილზე მე გეთანხმებით ბატონო და ამაშია საქმე ერთი ადამიანი კანონმდებლობის გამკაცრებაში კი არ არის პრობლემა კანონმდებლობის უზენაევსობაში და სასჯელის აღსრულებაშია პრობლემა სასჯელის აღსრულებითაც არ ხდება და ისიც არის გასამკაცრებელი. ანუ ადმინისტრაციული წესითაც არ ისჯება გეთანხმებით და სისხლიც უნდა გამკაცდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ადმინისტრაციული წესით რო დაისაჯა, ეხლა ეს ლაშხისისა, რა ქვია, უნდა შევიდეს სულებები და ის ქმედება უნდა დასჯილიყო სისხლის სამართლით. ეს აფრაიშვილი თუ ვიღაცა რო აფრეს ეს გოგონა, ეს რო ციხეში წავიდოდა და რო მოკაკული გამოვიდოდა მე, აი ესე ვერ იმასიზამდა მე. და ის რო ჩვენ ლაპარაკობთ ეხლა, აი მე კიდე ისე მინდა დავუბრუნდე. ასეთი იმითი რომ აი მე ხა ქალბატონ ანასთან მქონდა ისა, აი ევროკავშირი გაგვირიცხავს. ევროკავშირი ისედაც არ ღებულობს, ხო, რა მნიშვნელობა? ნუ ეგ არა, ქარსებითი მნიშვნელობა აქ მინდა ერთი კი ბატონო. ტელემაყურებლებს ესეთი ექსკურსი გავუკეთო, რომ ერთადერთი კანონი კომუნისტების დროინდელი, რომელიც დღევანდელ ქართულ სამართალ სივრცეში არის დარჩენილი, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსი, გონი 1984 წელს არის მიღებული. ამ კანონის სულისკვეთება სულ სხვა იყო. არ იყო ესეთი 6 თვიანი და 3 თვიანი საპატიმრო ვადები. ეს გათვალისწინებული იყო იმ ადმინისტრაციულ ორგანოებზე, რომელიც თავისი ინსპექციების მეშვეობით ადგილზე ახდენდა ამ ადმინისტრაციული დარღვევების აღკვეთას და არ მიდიოდა ეს საქმეები სასამართლოში. პოლიცია, მილიცია მაშინდელი თუ შეატყობდა რომ იყო დარღვევა, იქვე ქონდა უფლება გამოეწერა 15 დღიანი ეხლა ჩვენ ძალიან სიღრმეებში თუ არა, სიღრმეებში არ მიდიოდა. მაყურებელმა რო გაიგოს, ეხლა ბევრი ზუსტად მაყურებლის გასაგებად. ეხლა ბევრი ისეთი თუ წავალთ ვერ გაიგებენ. არა, გაიგებენ, ძალიან კარგად იგებენ. რო ვერ გაიგებს, ეხლა იურისტები ხო არ გვიყურებენ ჩვენ აქა, იმიტომ ვიზა. ძალიან კარგად იგებენ და ძალიან კარგად იციან რაც ახდებოდა მაშინ. სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ მელაპარაკოს სტუმარი, ვერაფერს ვერ გავიგებ მე. და ეხლა იურისტები არ ზიან ყველა და მათქმევინე. ეხლა დღეს ყველაფერი გადავიდა სასამართლოში. უკვე მიიღო ამან აი ესეთი გაწელილი სამართალწარმოების სახე. გაიწელა სამართალწარმოება. ვერც დროულად ვერ ახდება. არის საქმეები 3 წელი, 4 წელი დევს სასამართლოში და ჯერ კიდევ მომწესრიგებელი სხდომაც არ არის ჩანიშნული ამ ადმინისტრაციულ პროცესებზე. ესე იგი ფაქტიურად სასამართლო პარალიზებულია. იმის გამო რომ ყველაფერი მიდის სასამართლოში, ვეღარ აუდის ეს სასამართლო. თვითონ მოსამართლეს 2000-3000 საქმე აქვს წარმოებაში. სამართალ წარმოებამ დაკარგა თავისი ძირითადი დანიშნულება, სწრაფი და ეფექტური სამართალ წარმოება. გაიწელა დროში 10 წლებით არის საქმეები გადაუწყვეტელი სამოქალაქო საქმეებზე. ხა რა არის ცი მე ამიტომ დასაფიქრებელია, ბევრი რამეა გასაკეთებელი. მე იმას კი არ ვიძახე რომ არ უნდა გამკაცდეს, მაგრამ ჯერ რაც გვაქვს ეს გამოვიყენო. კი ბატონო, ეხლა ჯერ კიდე ვიმეორებ,
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დასაჯეთქული გლობალიზაციის კაცობრიობის არეულობის ორგანიზება დანიშნეთ შესაბამისი მუხლით. ესენი ორივენი არის სისხლის სამართლის კოდექსი. თქვენ რასაც იძახით, ეხლა რა თუნდა იმას საუბარი, ეხლა 2x2 4 არის, რომ იმ რუსტურის რო კვერცხები ესროლეს. იმან რო დროშა შეურაცხო, იქ რო ვიღაცას მიაძახეს პუტინისა და რაღაცა ისაო. ეს რო ადმინისტრაციული წესით უნდა დაჟევ, რა თუნდა მას ლაპარაკი. არ უნდა მას სასამართლო ადგილზე შეადგინე ოქრო და მაგას გეუბნები ადმინისტრაციული ადგილზე შეუდგინე ოქრო და ერთი ფაქტი რო არ მომختარა, ესეთი იმიტომაც არის რომ ჩვენ ხო ვზით ამას რა ქვია. მაგრამ ეს იცი რატო არ კეთებ? ვაიმე მე კრემლის აგენტობა. ხო, რაც ქვია კრემლის აგენტობა, კაცო. ხო და ესე აქვს ლოგიკა ესა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ხო დგება ადგილზე ოქმი და ხო იჭება, ხო ეწერება ჯარი. მე რატო არ ვაბრუნებ ამ ფუნქციას, რატომ მიგვაქვს სასამართლო? აი ხა უყურეთ თქვენ, ეს ხალხი რომლების აი გეტხალხო, ხო გაიგეთ კარგად. აი ვადარებ ახლა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. იქვე შეუდგინე ოქმი გამოუწერე ჯარიმა. მიეცი ოქმი ხელში, როგორც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის დროს ხდება რეაგირება. თუნდაც ვიდეო კამერით და რითაც ხდება. გამოუწერე ჯარიმა, რატო გადაგაქვს სასამართლოში? ხო არის ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსში შემოვალ დამოკიდებული. აი ეს შოუ იდგმება და ამ შოუს ვერ ელევა. არა, იცი რა ეხლა სახელმწიფო ვერ ელევა შოუს ბატონო ნიკოლოზ. სახელმწიფო ვერ ელევა. რო ვითქვით, აი ხა რო ითქვა ხალბატონმა რა თქვა ისაო, სისუსტე არ უნდა დავარ. სისუსტე უფრო ის არის, რომ მე დაუცველი ვარ, უბრალო ადამიანი. მე აი ხლა ბოდიშ და მართლა მე სულ არ მაინტერესებს ზოგიერთი მთავრობის წევრი მართლა ღირსი არის რომ ლანძღო და თათხო სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ არ მოქმედებენ ისე. აი რუსთათა თქვენი ბრალია ის რომ ესენი გათავხედებული არის. ეხლა მიიღეთ თქვენ ტყავზე ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება მართლა ამ ყველაფრის მოთმენა რომ იქ ბოდიში და იქ მოსამართლეებს რაც გაუკეთეს, ხო გახსოვთ რესტორანში რომ მიუვარდნენ. იქ როგორ შეიძლება და სისხლის სამართლის დარდაჟილიყო ვინ? ო მაღაზია ეს. კვერცხები ესროლეს, აგინეს, ლანძღეს და კაციშვილი არ დაჭერილა. კიდევ ვიმეორებ. არა, გაგიგიათ ხალხო მოსამართლეებს, რასაც მოსამართლე არის დაშინებული. ცალკე ეშინია რომ არ დამასაქცირო. ერთ მოდი ამოვიდეთ იქიდან რომ ის თავყრილობა რესტორანში მოსამართლესები იყო უდიდესი შეცდომა. არა, მაგას თავი კეიფი უნდა წავიდეს და იკეიფოს. მე რომ მოსამართლეს დაუკავშირდე. აქ რა არ იკეიფოს მოსამართლე? კორპორატივები მოსამართლეს არ ეკუთვნის ნიკოლოზ კარგი. რატო კაცო არ ეკუთვნის ახლა ვერ გავიგე. პროკურატურაში რო იყავი, არ კეიფობდი თქვენ რა? მე კვერცხებს გესროდნენ? არა, კვერცხებს არ გესროდნენ, მაგრამ თქვენი ძაღლი არ რო იცი რომ კვერცხს გესროდნენ და ჩაგაშხამები სადმე. ბიჭო, ეგ საიდან იცოდნენ რომ ჩააშხამები? არ იცოდნენ? საიდან იცოდნენ? ხო გაიგეთ ახლა. ბიჭო, ეს კი მაგრამ არა, ეს არა. არა, ეხა იცი რა არის, ეხა მე რა ვიცი, ეხა დაგეგმეს კეიფი, მიუვარდეს გიგები. არ არის, მოსამართლე არ არის, მოსამართლე არის სხვანაირად, როგორ გითხრა. არ უნდა იკეიფოს მოსამართლეება? მოსამართლე უნდა იკეიფოს, მაგრამ კორპორატივი მაგას არ ეკუთვნის. მოსამართლე არის განსაკუთრებული ის რაც იყო მოსამართლე არის განსაკუთრებულად დაცული სუბიექტი საჯარო მე მოსამართლეს ვერ დაურეკავ ვერ დაუკავშირდები და ამზე რა ქვია რა მურუსიძემ წაიყვანა და ისა რა ქვია ამ ნაცებს კვერცხები ასროლინა უნდა წაიყვანა ხო სად უნდა წაიყვანა ტყეში ხوار წავიდოდე არა ხო კარგად წაიყვანა სადა და სადაც კვერცხები ესროლეს ბიჭო ეგ ეხლა შეიძლება სადღაც ახლა ყველაფერი ისეა განვითარებული ეხლა ბოდიში შეხვალ აღარ რომელიღაცა რესტორანში იმაში რა ქვია იმ აბსლუგაში არის ვიღაცა ნაციონალი და რეკავს აქ არიან შეკრებილები ესენიო და ჯგროსავით მოვლენ არ უნდა წავიდე აბა ეხლა ტყეში ხوار წავიდოდე არ უნდა წავიდე მე კომუნისტების დროს თუ რესტორანში მიდიოდი კუპეში ვჭიდობდი საერთო დარბაზში არა ეგრეა თუ კუპეში ვერ დაეტევა 500 კაცი ეხლა ვერ დაეტევა და ხო დაეტივნენ კარგი იქ ქოშლოაც რომ მილავეს არა მაგას უნდა დაჭერილიყო ყველა ვინც კი მოქმედებდა მოსამართლის სტანდარტზე პროვოკაცია დანაშაულის ანდროს აი ხა უყურეთ აგერ აი როგორ იქცევია ეს არა არასორად დაგეგმილი აქცია იყო რამაც უარყოფითი უფრო მეტი უარყოფითი გამოიწვა იმ კორპორატივის მონაწილეებისთვის ვიდრე სარგებელი მოუტანა აი ხა აგერ უყუროთ როგორ იქცევია როცა ქვეყანაში პარლამენტის ლეგიტიმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლომდე აღიარებული არ არის და
იქ აქციებში მონაწილეობს, აკავებდა ესეთი დაძაბული სოციალური ფონია ქვეყანაში შექმნილი, რა გაიქეიფება შემამაწყონებულო შენა. ცოტა სხვანაირად ოდიში ეხლა მართლა და ეხლა პარლამენტს ავთხოვ იმას, რა ქვია, საშტრო კიდე წავიდე იმაში ქალებში კიდე რა. რა უბედურება ხა თუ ვერ ვიქეიფე, თუ დრო ვერ ვატარე ეხლა ის მოსამართლე ის კი არ არის რობოტი, კაცო, იმასაც უნდა გაკითხვა უნდა ცალკე გიგები. ვერ დაგეთა ეხლა ძალიან დიცის. არასწორს იძახით რა. საკუთარ სახში პარლამენტს ქვეყანაში არის 33 წელი დაძაბულობა და 33 წელი სუფრაზე ვერ დავდებ. შევაჯამოთ მაშინ რახან ეს არა, ეხლა თქვენ რას იძახით? ქვეყანაში არის ისეთი სიტუაციაო, დაძაბული სიტუაცია არის 33 წელი ქვეყანაში. და მაგის გამო რა აქვს? შევაჯამოთ, რა სიკეთე მიიღო? არა, სიკეთე დაეჭირათ, არაფერი პრობლემა არ იქნებოდა. მე ხა ისე გამოვიდა. აი, დაიჭირეს ერთი, რამდენი დაიჭირეს, არავინ არ დაუჭერია. არავინ არ დაუჭერია. ოდა საქმეც მაგაში, ეხლა გამარჯვებული ვინ გამოვიდა? ხო, ეს იმის ბრალი რო ხელი, ეხლა სასამართლო ძალოვანი სტრუქტურების ბრალი. არავითარი ძალოვანი აბა რა დაეჭირათ მაშინ? ეხლა მინდა აი ეხლა ყველაფრის შიში აი აქედან ამოვარდები ეხლა მაცხოვრები კი ბატონო ამოვარდები ეხლა აქედან მე მინდა კიდევ მიმართო ხელისუფლებას ეს პატრული რო გიყენიათ ამ აქციებზე იმისთვის რომ ამ მოლოტოვის კოქტეილების და იმ პიროტექნიკის მსხვერპლი გახდეს და დაზარალდეს ეს ხალხი ეს რო გამოდის და რო იწევს ამ პოლიციის მუშაკს როცა ფიქსირდება ამ პიროვნების ვინაობა ვინც არის ვიღარ ჩამოხსნილთ როგორც არის როცა ის კამერა აფიქსირებს გამოუწერეთ იქვე ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა ოქმი და იქვე მოახდინეთ რეაგირება ნუ მიყავთ ესენი სასამართლოში ნუ გადააქციეთ სასამართლო შოუთ ნუ გადააქციეთ მოსამართლეები და მანდატურები ამ ნაცების და ამ საზოგადოებრივი არეულობის მსხვერპლად თქვენს იმიჯზე მოქმედებს და ამიტომ შეცვალეთ ზოგიერთი მიდგომები ხო უნდა მიუდგეთ ასე ვთქვათ შემოქმედებითად ამ საკითხებს არ ამართლებს ეს სასამართლოში ჩატარებული შოუები თქვენს წინააღმდეგ არა მე ერთ რამე მინდა ვთქვა ეს ღია პროცესებიც კიდე რომელიც არის არ არის აუცილებელი ღია იყოს ეს პროცესი ვერ დახურავ პროცესს ახლა არა ღია მედი ბიჭო ღია პროცესს მე რას ვიძახი თქვენ ვერ გაიგეთ რა იმ ღია პროცესს არა ღია პროცესს რას გულისხმობ რომ მედიასთვის ღია რო არის მაგას ვიძახი კაცო თორე და იმას კი არ ვიძახი რომ პროცესის დახურვის შესაბამისი სამართლები ტელევიზიები როდესაც არიან და ბოდიშტი და იქ მან თქვა კაცო რომ 100-ო არისო არ დაუშვებო ტელეკამერებსო თქვა მოსამართლემ თუ შოუთ აქციეთ ეს ყველაფერი თორე იმას კი არ ვიძახი რომ დამსწრე არ შევიდეს მეთქიკა და არ დაესწროს ტელევიზიები დღეს საჯარო არის ტელევიზიასაც თუ შეაქვს მოსამართლეს შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს რომ მედიასთან დაკავშირებით იყოს ჩანაწერი აუდიო ეხლა მე მაგალითად პროცესს ვესწრები ვითხოვ იმას აუდიო ჩანაწერს ხო და იმ აუდიო ჩანაწერით შიფრავ რა ხდება პროცესზე და არა მაქვს მე მოსამართლე უნდა დაასაბუთოს ხო და დაასაბუთებს მე კაცო ცირკაც იქცა ვერ გავიგე იქ ხელის თხოვნაო იქ ბოდიში და იმან იმას ესროლა იმან თითი გამოუყო იმან ისკნა იმან მოდი ეხლა სიყვარულიო კოცნები გაუგზავნა ვერ გავიგე სასამართლო პროცესი არის თუ ზოგჯერ ის არის ვეღარ გავიგე ხო და მაგიტო ვიძახი რომ მედიისთვის ეს დაიხუროს თორე დამსწრე იყოს მივიდეს კი ბატონო ხო ამაზეა საუბარი ჩვენ გვაქვს ახლა დღეს სირკათ არის ქცეული ყველაფერი ასეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში რომ ამ deep states რო ეძახიან deep state მიდის ყველაფერზე რომ მოახდინოს ხელისუფლების დისკრედიტაცია. ასეთი უნიკალური თავმჯდომარე ყავს ადვოკატთა ასოციაციას ბატონი დავით ასათიანის სახით. კარგი იურისტები ყავს, აგერ თქვენ. ბიჭო, ადვოკატები ყავს იმდენი 5000 ქვარვასგდო ადვოკატს დაეცემა. პროვინციის პროცესები გაწელილიაო. წაიყვანეთ სასამართლო კორპუსში დაასაქმონ ადვოკატები, პროკურატურა გააძლიერონ, პოლიცია გააძლიერონ, კადრების დეფიციტი ხო არის რა? კადრების შიმშილი ხო არის? ეს ყველა ვინც არის ესენი ყველა გამოყრილი. ძალიან უნიკალური კადრები არის ადვოკატურაში. წაიყვანეთ ეს ხალხი. ყველანი გამოყრილები ვარ. ხო და გამოყრილობა. ახლა ბატონი დავითი ასათიანი ხელმძღვანელობს ძალიან კარგად უნიკალური ადამიანია და ძალიან ესე იგი უძღვება აი ამ დიდ ოჯახს როგორც საჭიროა და მე ვფიქრობ ადვოკატთა კორპუსი რო ავიღო თავისი განათლებით, თავისი ინტელექტით, გაცილებით აღემატება ყველა ინსტიტუციას რომელიც არის. გინა პროკურატურა აიღე, გინა ის აიღე, რა ქვია, სასამართლო და გინა ისა. თავისი ინტელექტით, იმიტომ რომ აქ არის ყოფილი ძალოვნები, ყოფილი უშიშროები
პროკურორების, ყოფილი პროკურატურის, ასევე ადვოკატების დამეთანხმებით თუ არა, არ არის მაღალი ინტელექტუალური მაღალი ინტელექტუალიები კი არის, მაგრამ ხო და აბა რა არის მე და რო არ არის, რო არ ყოფნის კადრები ადექით და წაიყვანეთ. აგერ ბატონი დავითი ყოფილი პროკურორია, მაღალი თანამდებობა ეკავა. გამოიყენეთ ამ კაცის შესაძლებლობა. სულით და გულით ისე პროკურორი რჩება. ეს ისე არის ადვოკატი თორე. პროცესზე რომ შედიხარ, მაინც პროკურორად აგზნობ თავს, არა? ხო და ამიტომ არის რომ ჩვენ აი კადრების პრობლემა გვაქვს დღეს, კადრების პრობლემა გვაქვს, ხო? ეხლა კადრების პრობლემა ის იგივე როგორ არა კაცო პოლიცია ვერაუდის. კადრების პრობლემა გამოიწვია იმან რომ გადანაწილდა ნაციონალური მოძრაობა, ნაწილი დარჩა თავის ადგილზე და მერე დაიშალა და ნაწილი მთლიანად პორტირდა ქართულ ოცნებაში. და უყურებთ ამ შოუს და გვაყურებინებენ ამ შოუს. ამათ რომ სურდეთ ქვეყანაში წესრიგის დამყარება, დაამყარებდნენ. ჯერ მარტო მე და თქვენ აქედან რამდენ რეკომენდაციებს ვიძლევთ, მაგრამ ყურადღება არის 0. არა, იღებს სხვათა შორის რაღაცები. აი ეს 5,000 ლარიანი ჯემია, ჩემ ჯარიმა ქალბატონ ნანასთან, ეხლა მე და ქალბატონი ნანა კი ვკამათობთ და ხშირად ცხარე კამათები გვაქვს, მაგრამ აი ჩვენ მაღაზი განვიხილეთ ქალბატონ ნანასთან და ეთყობა ყურად იღეს და ეხლა იმედი მაქვს ქალბატონ ნანასთან ჩვენ კამათი რომ მოგვივიდა, იმედი მაქვს რომ სისხლის სამართლის წესით იქნება დასჯადი ყველა ის ქმედება რომელიც ადმინისტრაციული წესით იშლება. მე ამის იმედი მაქვს. გვისმენთ, თქვენ გონი არ გვისმენთ? აი ესე პასტა აქვთ მომარჯვებული და ისე იწერენ ყველაფერს. და ჩაიწერეთ, კარგად, თუ ტელეფონზე რომ ისმინეთ კიდე. არაფერს საიდუმლოს არ ვიძახი. გააძლევთ უფლება ჩართოთ ისა ჩანაცვლისა რა ქვია, როგორ არის მოსმენა ჩემ ტელეფონზე. გვისმენენ ისე და ეხლა ბოდიში და ქალებთან საუბარი და ინტიმური რაღაცეები არ გინდათ ეხლა ესენი, მაგრამ არის საინტერესო თქვენთან ისა რა ქვია. პრობლემა რა არის? ხელისუფლება ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში, საზოგადოებას არ იყენებს გვერდით, არ ხდება საზოგადოების მობილიზაცია, ხელისუფლების ირგვლივ, სახელმწიფოს ირგვლივ, მე სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგის ძირითადი დანიშნულება და ძირითადი ფუნდამენტალური თეზისი არის, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხის ინტერესები არის განყენებული. ხალხი არ დგა ხელისუფლების გვერდით, ხალხი არ იყენებს ხელისუფლება, არ გვიყენებს გვერდით. დაიყენეთ ხალხი გვერდით, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოთ, რომ ევროპა არ მოგეშვებათ. ევროპა და ამ deep state-ის ძირითადი მიზანია თქვენი სახელმწიფო გადატრიალების გზით შეცვლა, დამარცხება და მარტო ვერ გაუმკლავდებით. აქ ბევრი რაღაცები თქვა ქალბატონ ნანასთან საუბარში, ეხლა ვიჯექის სტუდიაში და უსმენთ, კაცო. ევროკავშირთან ურთიერთობა უკვე ფაქტიურად კრიტიკულ ზღვარზეა მისული. კი ბატონო, ჩინეთი გახდა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, მაგრამ ჩინეთი საქართველოში რუსეთის ნებართვის გარეშე აქ ვერავითარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ რეალურ ქმედებას ვერ განახორციელებს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა თქვენ არ გინდათ. ეხლა აქ ითქვა, რომ ესე იგი ჯერ ტერიტორიული მთლიანობაზე ლაპარაკი რო დაიწყო, უნდა კონდეს დიპლომატიური ურთიერთობა, ამაზე დიპლომატებმა უნდა ისაუბრონ. დიპლომატებმა უნდა ისაუბრონ ამ საკითხებზე. თებერვლის თვეში აქედან მოუწოდე ხელისუფლებას გააკეთეთ ის, რომ წარმომადგენელი ქვეყნის მაღალჩინოსანი ჩავიდეს 9 მაისს გამარჯვების პარადზე. ამის მაგივრად გაიქცნენ და პაპის ქელეხში წავიდნენ. 700,000 ქართველი იბრძოდა სამამულო ომში. 350,000 დაიღუპა. იმათი სული საცხონებლად მაინც კეთილი ინებე და ჩადით იქ და დადექით იმათ გვერდით, ვინც მართლა ფაშიზმი დაამარცხა. არა, მაინც თქვენი იმით მიდიხართ. შორს ვერ გახვალთ. ვიღაცასთან ხო უნდა იყოთ კარგად. რომელიმე სახელმწიფოსთან ხო უნდა იყოთ კარგად, კაცო. ევროკავშირმა, ამერიკამ გადაგიკეტა გზები. გეუბნებიან ამ ბოლომდე დაიჩოქეთ და ფეხის გულებზე დაგვიწყეთ კოცნა და ერთი ადგილის ფხანვა, თუ გინდათ რომ თქვენსკენ ისე მოვტრიალდეო. იქით სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, ჯავახეთს გვედავება. აქეთ აზერბაიჯანმა აგერ უკვე დავით გარეჯის ნაწილი წაიღო. აგერ რა ჯანდაბა ქვია,
ეს შიდა დაპირისპირებები თურქეთი აჭარას გვემუქრება. ბიჭო, რუსეთის ფაქტორი რომ არ იყოს აქამდე ეს სახელმწიფოები, ვითომ ჩვენი მოწმეები, ვითომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები შეგვჭამდნენ, გადაყლაპავდნენ. სომხეთს უჭირს ყარაბაღიდან დევნილი 140,000 კაცის შენახვა და დაბინავება და უზრუნველყოფა. მიწებით, ტერიტორიებით. ცალ-თვალით ჯავახეთს უყურებენ. რო არა რუსეთის ფაქტორი ეკამდე გადაგჭამდნენ, გადაგქელავდნენ. აზერბაიჯანი გაიზარდა. თუ 1999 წლის აღწერის შედეგების მიხედვით აზერბაიჯანელი იყო 5,200,000 და საქართველო იყო 5,500,000, დღეს აზერბაიჯანი 12 მილიონი გახდა, ვეღარ ეტევა, საიწავა. რუსეთი იმას არ შეუშვებს, დაღესტანი იმას არ შეუშვებს. აღარ კარგი ახლა ყარაბაღი დაიკმაყოფილებს, სპარსეთი იმას არ შეუშვებს. ისიც აქეთ იყურება ქვემო ქართლისკენ და რუსეთის ფაქტორი რომ არა, დღეს აქამდე გადაგვივლიდნენ. არავისთან ჩვენ არ გვინდა, აი ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობით არის. აგერ არიან გვერდით ინგუშები, რომლებაც 1000-ჯერ დაამტკიცეს თავიანთი სიყვარული და თავიანთი ერთგულება ქართველების მიმართ. არც იქით არ ვაკეთებთ არაფერს. არც იმათან ურთიერთობაზე არ ამზრუნავთ, ხელისუფლებაზე ვამბობთ. ეხლა მე ინგუშები ბევრიც მაწავყავს და მეგობარიც ავყავს და მაგათთან ერთად ავარ და არ არის ეგ პრობლემა. ხელისუფლება მოიხედეთ, არ გამოვა ესე, გებცვით მთელი deep state-ი თქვენი თქვი, მთელი მსოფლიო, მთელი ამერიკა, ევროკავშირი. მონახეთ, სწორი მოკავშირე, ვინც თქვენს ინტერესებს დაიცავს. აღარ უნდა ენის ჩლექვით ლაპარაკი. აგერ უკვე დაისვა საკითხი ბატონო ნიკოლოზ უკვე სავიზო რეჟიმის ჩამორთმევაზე. პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ნატოში. ეხლა მთელი აქცენტი გაკეთებულია ნატოს მიერ პოლონეთზე. ყველაზე ესე იგი ბრძოლისუნარიანი ჯარი ყავს პოლონეთს. თქვენ წარმოიდგინეთ გერმანიაზე უკეთესი. და შეერაღებითაც უკეთესია. და რაოდენობითაც უკეთესია. იმიტომ რომ პოლონეთი წლების განმავლობაში ემზადება ბელორუსიაში შესაჭრელად. წლების განმავლობაში ემზადება. ამიტომ მე მოუწოდებ ხელისუფლებას გადადგით სწორი ნაბიჯი. გასაგებია, დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან გადაგვიჩნდა დღეს გადაცემის დრო, ძალიან და უკვე ხვალ გავაგზავნებთ აი თემებზე საუბარს, რომლებზეც დღეს მე ვერ მოვასწავლეთ. ბატონი დავით ცირაკიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ბატონ დავით დაგემშვიდობებით ამით და ასევე ჩვენ მაყურებელს დავემშვიდობები, ხვალ შეხვდებით საღამოს 9 საათზე ტრადიციულად კარგ ბრძანებით.